მოგესალმებით. მთელი კვირის განმავლობაში დიდ შესვენებას გავუძღვებით მე, ანი ნინიძე და გიორგი წულაია. ბუნებრივია მოგვენატრეთ. როგორ უცებ განვლო ამ პაუზამ, არა გიო? ნამდვილად და ჩვენი თავი სურვილია ის ზაფხულის ენერგია, ზაფხულის ესე რომ ვთქვათ, დადებითი ემოციები მოვახმაროთ ჩვენს მაყურებელს. ანი მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები. დასვენება მოგიხდა ესე რომ ვთქვათ. ყველას უხდება ხოლმე დასვენება. და გაორმაგებული ესე იგი ენერგიით, ენთუზიაზმით, ახალ-ახალი თემებით, საინტერესო სტუმრებით გიბრუნდებით ეთერში და იმედი გვაქვს თქვენი ინტერაქციის, Facebook-ი ჩვენი უცვლელია, დიდი შესვენება, მარტივად უნდა მონახონ Instagram-ით ჩვენმა მაყურებელმა და ჩვენი ფოლოვერები არის ჩვენი ემოციები, ხო ესე რომ ვთქვათ. და გვიხარია წაკითხვა თქვენი კომენტარების, ვითვალისწინებთ კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის ვითვალისწინებთ. თუმცა კიდევ ერთხელ დავძენ კონსტრუქციულს და ობიექტურს. ანი მოგვიყევია, როგორ გაატარეს ზაფხულის არდადეგები. ყველასათვის საყვარელი სიტყვა ზაფხულის არდადეგები ყურადღებით მოგისვა. სკოლა მახსენდება ყოველთვის, ხო? ეს პირველ კლასში, მეორე კლასში, ნებისმიერი საზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ გვეკითხებოდნენ, როგორ გავატარეთ საზაფხულო არდადეგები და სხვათა შორის, როცა ადამიანი ამას ყვება, თუ რაზე აკეთებს აქცენტს, ამით შეგვიძლია ვიმშეოთ მის გემოვნებაზე, უკაცრავად მის ღირებულებებზე, ხო? ეხლა ბუნებრივია მთელ ზაფხულს არ მიმოვიხილავ, იმიტომ რომ არ იქნება საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის. განსაკუთრებული ეპიზოდი მთელი ამ სეზონის განმავლობაში ჩემთვის იყო ერთი თვე, რომელიც დავუთმე სერიალ სამეფო კარის თამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალი საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოვიდა და უკვე იხილა მაყურებლების უმეტესობა მის წლების წინ, სწორედ ახლა რამდენიმე თვის წინ ვნახე მე და ვფიქრობ, რომ დროული იყო. დროული იყო, მე მაშინ არ ვნახე თავის დროზე, როცა ის გამოვიდა, დროული იყო, სწორედ ახლა უნდა მენახა, იმიტომ რომ ის ფილოსოფია, ის ნიუანსები, რითაც არის გაჯერებული ეს სერიალი, წლების წინ ამ ყველაფერს აღქმა ბუნებრივია გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ყველა ის მინიშნება და დეტალი გაიაზრო და გააცნობიერო, რომელიც ავტორებმა იგულისხმეს. ეს არის სერიალი, რომელშიც მოქმედება რაღაცა წარმოსახვით ეპოქაში ხდება და ეს არის წარმოსახვითი ალტერნატიული სამყარო, მიუხედავად ამისა არის ძალიან რეალისტური, უამრავი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ჩვენს ყოველდღიურობასთან ლოკალურად და ზოგადად გლობალურად, ესეთი რაღაცა გეოპოლიტიკაც შეგვიძლია რომ შევადაროთ ამ სერიალს, დავინახავთ საკუთარ თავსაც, ირგვლივ მყოფ ადამიანებს, გავაცნობიერებთ, გავაშინაარსებთ და ზოგადად როგორც სერიალებს ჩვევიათ ხოლმე მთელი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი ამ პერსონაჟების ცხოვრებით და მთავარი ნიუანსი, რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ სერიალმა, არის ის, რომ მასში ფაქტობრივად არ არის ძალიან ცოტა ცალსახად ნეგატიური ან ცალსახად კეთილი პერსონაჟია. უმეტეს შემთხვევაში არის აბსოლუტური ბალანსი. აქვთ როგორც ნეგატიური თვისებები, მათ ასევე პოზიტიური, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ კი ბატონო რეალობასთან არის ძალიან ახლოს მისი შინაარსი, რადგან ადამიანები ვართ და გვაქვს როგორც პოზიტიური მხარეები, ასევე ნეგატიური მხარეები. ყველას ძალიან გირჩევთ. მიყვარს სამეფო კარის თამაშები. მე ვიმედოვნებ, ანი შენ ამ სეზონის განმავლობაში ხშირად გაგვანებივრებ საინტერესო რჩევებით, თუ რომელ ფილმს შეიძლება ვუყუროთ თავისუფალ დროს. სექტემბერი, ხო? ეს ის დროა, როდესაც ხავერდოვან სეზონს ვეძახით სექტემბერს, ბათუმელებისთვის განსაკუთრებით და ჩამოსული სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. თითქოს და ამბობენ, რომ ზაფხულში ვისვენებთ კარგად, დავდივართ ზღვაზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სექტემბერი ყველაზე გამორჩეული პერიოდია. ეს გახოთ ისეთი, აი, თან დრო გრილა, თან დრო ცხელა, ზღვაც შესანიშნავია, კამკამა, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გამორჩეულად უნდა გვიყვარდეს სექტემბერი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას შვებას გვრის და განსაკუთრებით ახლა 4 სეზონის ქალაქი ვარ და შესაბამისად მე რო ტურისტი ვიყო ბათუმში სექტემბერში დავისვენებდი. მე ვიცი კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც გიყვარს სექტემბერი გიოში. გუშინ მქონდა გიოს დაბადების დღე. კიდევ ერთხელ გილოცავ გიო, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, დაბადების დღე უნდა გვიყვარდეს, უნდა აღვნიშნოთ და წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ვიგრძნოთ, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, რატომაც არა, ხო? კიდევ ერთხელ გილოცავ, ჩემო გიორგი, შენ ხარ ქალწული ზოდიაქოთი და დღეს ამ თემას კიდევ შევეხებით. მოკეთ, კიდევ ბევრ ყურადსაღებ საკითხს უნდა შევეხოთ, ნახოთ ანონსში.
დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ადამიანი და ასტროლოგია. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქოლოგი ქეთი ბერიძე. დღეს სტუდენტებს სწავლა ეწყებათ. სტუმრად ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე. ტურისტული ფილმების ფესტივალი. თემაზე ისაუბრებს პროდიუსერი, საერთაშორისო ტურისტული ფილმების დამფუძნებელი, ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ესპანეთსა და ბრიტანეთში, ნატალი მიქავა სტიუარტ-ბოქსი. ფესტივალი განდაგანა პირდაპირი ჩართვით ლინდა მესხიძე შემოგვიერთდება. და ბოლოს, შავი ზღვის ვარსკვლავები 2025. სტუმრად ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა გიორგაძე და ფრენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გამარჯვებული შავი ზღვის დედოფალი ანკა თვაური. დღეს სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო საქართველოში, მე მინდა მიულოცო ყველა სტუდენტს სწავლის დაწყების დღე და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და მინდა რომ ყველანი იყოთ წარმატებულები და ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ყოველწლიურად იმართება ეს კონფერენცია და ჩვენ ყოველთვის ვაშუქებთ ხოლმე აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სტუდენტებს, მომავალ თაობას, მომავალ მეცნიერებს. წელს საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა, ასე გაიმართა ეს კონფერენცია, საერთოდაც ეძღვნება ისეთ თემებს, რომელიც სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად აქტუალურია. ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით 45-მდე სასწავლო უნივერსიტეტი და ორგანიზაცია მონაწილეობდა, ესე იგი, ამ ღონისძიებაში. ფესტივალის მიზანი გახლავთ მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება და მათი ჩართვა სხვადასხვა კოლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში. ბერძენიშვილის ინსტიტუტი აქტიურად იყო ჩართული ამ ფორუმში, ვცვლად ისაუბრებს ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი როინ მალაყმაძე. შემოვიპატიჟოთ ჩვენი სტუმარი. ბატონო როინ, მობრძანდით. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად, დაბრძანდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია და არანაკლებ ასევე მნიშვნელოვანია კონფერენცია, რომელზედაც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ლურჯი საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა. ხო, მოდი დავიწყოთ სახელწოდებით, რატომ ქვია ეს სახელწოდება და რას გვეუბნება? უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცო იმ პირველ კურსელებს, რომელმაც 91 სასწავლო წელი მათთვის დღეს დაიწყო. იმიტომ რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს შეუსრულდა 90 წელი და ისინი ნაყოფიერი და წარმატებული წელი მინდა უსრულო პირველ კურსელებს. უერთდებით. რაც შეეხება აი ამ ფესტივალს, ფესტივალის საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა დაიწყო 4 წლის წინ. კი ბატონო. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა და ზოგადად აჭარა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქალაქი ბათუმი მეცნიერების პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი რეგიონია. ამიტომაც 4 წლის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროექტი მეცნიერების ფესტივალი ყველა დიდ ქალაქში. და მათ შორის გთხოვეს რომ აღნიშნული ფესტივალი გამართულიყო, რა თქმა უნდა, ბათუმის ყოფილიყო აი ამ ფესტივალის მასპინძელი და მე მინდა მადლობა გადაუხადო ბათუმის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურს, რომელმაც დაიწყო ამ ფესტივალის ორგანიზება ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ წარმოადგენთ აი ამ უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. და ის ასე დაიბადა 4 წლის წინ, მეტად საინტერესო, მნიშვნელოვანი და აქტუალური აქტივობა ღონისება მეცნიერების ფესტივალის სახით, რომელმაც როგორც ვნახეთ, თავისი სიცოცხლის უნარიანობა გაამართლა, იმიტომ რომ წელს მე-4-ით აღინიშნა იგი. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტი რამდენიმე წელია, რაც შედის ბსეუს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში, თუმცა არის დამოუკიდებელი ერთეული, ხომ? ეს უნდა აღნიშნოთ. ინსტიტუტის მოღვაწეობაზე მოგვიყევით, რა არის თქვენი მთავარი მისია და კონკრეტულად თქვენს პირველ კურსელებზე და სტუდენტებზე ვისაუბროთ? ჩვენი მთავარი მისია
უკვე 2010 წლიდან ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი შეუერთდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და წარმოადგენს ამ უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს. ჩვენი უმთავრესი მიზანი ეს არის სამეცნიერო კვლევაძიების წარმართვა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ღირსეულად იკვლევენ, უკვე 65 წელი უსრულდება ჩვენს ინსტიტუტს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიას, არქეოლოგიას, ფოლკლორს, დიალექტოლოგიას, სოციოლოგიას, ეთნოლოგიას და სხვადასხვა მიმართულებით ამ ხრივ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები გააჩნიათ. და ალბათ ეს იყო ის მთავარი განმაპირობებელი, რითაც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთო იმ ორგანიზაციულ მენეჯმენტში, რასაც მეცნიერების ფესტივალი ჰქვია. აი მეცნიერების ფესტივალის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აი ამ ღონისების სახით ფაქტიურად ხდება მეცნიერების პოპულარიზაცია. და ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ამავდროულად საზოგადოებაში გაიზარდოს მეცნიერებისადმი ინტერესი. ამავდროულად ჩვენ გსურს, რომ რაც შეიძლება ხელი შეეწყოს კერძო და საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობას. აი ამ ფესტივალზე წარმოდგენილი არის თანამედროვე, ეს არის პლატფორმა, რომელიც იძლევა საშუალებას სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ამავდროულად ინოვაციური პროექტები გაერთიანოს. და ეს 19 სექტემბერი აი ამ ერთგვარი ჰაბია, რომელიც ამას აერთიანებდა და მშვენივრად იყო წარმოდგენილი. უფრო დავაკონკრეტოთ მოდით კონფერენციის საკითხი, რომელიც თქვენმა ინსტიტუტმა წამოაყენეთ და ნიშანდობლივია ის, რომ საერთაშორისო სახე ჰქონდა ფორუმს, სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერები იმ კვლევებზე საუბრობდნენ, რომლებიც თავად აწარმოეს და რა თემებია ავანგარდში, რა თემებით არიან დაინტერესებული მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ როგორც ჩანს თავის დროზე გონივრულად გავაკეთეთ ის, რომ საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკას დაუკავშირეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ფესტივალის ფარგლებში იმართება ეს კონფერენცია და წელს უკვე როგორც გითხარით, როგორც ფესტივალს, ასევე კონფერენციასაც მეოთხედ ვუმასპინძლეთ და აი აქ თემები შეზღუდული არ არის. ეს აერთიანებს იმ სამეცნიერო დაწესებულებებს, იმ მეცნიერებს, რომლებიც შავიზღვისპირეთის რეგიონის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებს აკეთებენ. და ამავდროულად ეს არის საშუალება კონფერენცია მათ აძლევს საშუალებას, რომ საზოგადოებას გააცნოს, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს მათ მიერ ნაღვაწი უახლოესი სამეცნიერო კვლევაძიება და ამის საუკეთესო საშუალება არის აი ეს კონფერენცია. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, კონცეფცია გასაგებია, კონკრეტულად შინაარსი რომ გითხრათ, რა თემა წარადგინა თქვენმა ინსტიტუტმა? ჩვენი ინსტიტუტი ახორციელებდა ამის მენეჯმენტს. თემა იყო შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. აქ იყო ჩაშლილი ისტორია, არქეოლოგია, ფოლკლორი, გეოგრაფია, ხელოვნებათმცოდნეობა და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წელს უკვე მეორედ შემოვიტანეთ პოლიტოლოგია, გაიმართა მეტად პანელური შეხვედრა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, მსოფლიოში წამყვანი აი პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები მოვიწვიეთ ჩვენ და აი ამ თემაზე შედგა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დებატები. უნდა გითხრათ ის, რომ როგორც ფესტივალმა ასევე სამეცნიერო კონფერენციამ უდიდეს რეიტინგს მიაღწია. წელს ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა მან და ფაქტიურად 400-მდე განაცხადი შემოვიდა და 350-მდე მონაწილეობდა. 350 როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. 350 ნაშრომის, აი ამის მენეჯმენტის განხორციელება ძალიან დიდ დროს შრომას და ენერგიას მოეწონა. 350 ორგანიზაცია სტუდენტი მეცნიერი თუ რას გულისხმობ? მეცნიერი და რა თქმა უნდა მეცნიერებს გულისხმობ, მეცნიერებთან ერთად ჩვენ არ შევზღუდეთ, აი ამისი თავარი მნიშვნელობა გახავთ ის, რომ ეძლევათ საშუალება, რომ ჩართული იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერებიც. როგორც არიან დოქტორანტები, ასევე მაგისტრები და მათ წარმოუჩინონ საზოგადოებას თავიანთი უახლოესი
ეს კვლევები დამავდროულად მეცნიერებთან წარმატებულ მეცნიერებთან ერთად შემდგომშიც განახორციელონ სხვადასხვა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები. აუცილებლად უნდა გკითხოთ, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა და იმედია რომ ხშირი სახე ექნება მას. გარდა ამისა, ზოგადად ინსტიტუტის გეგმა გაგვაცანით, მოდით, წლის გეგმა. მეცნიერებით როგორ უნდა დაინტერესოთ ახალგაზრდები? რამდენად არის ეს საკითხი, ეს მიმდინარეობა აქტუალური ახალ თაობაში? მოგვიყევით თქვენი სწავლა-განათლების მეთოდებზეც გვიამბეთ. ბუნებრივია ტექნოლოგიები ვითარდება და ფეხს უწყობს თუ არა ინსტიტუტი ამას საინტერესოა. ფინანსური ან ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე ხომ არ დგას ინსტიტუტი? ყველაფერი გვაინტერესებს. ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი სასწავლო პროგრამებს არ ახორციელებს. ჩვენ ვართ ჩართული მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადების კვლევაძიების საკითხი. ჩვენი უმთავრესი მისია მაინც ეს არის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ანუ თქვენ უკვე პროფესიონალ კვლევარებთან თანამშრომლობთ და ან მსურველებთან ეს იქნება თქვა, ვინც სამეცნიერო კვლევაძიებას იწყებს ახალგაზრდა მეცნიერებთან არის ჩართული. ეს არის ჩვენი უმთავრესი მისია აი ამ კვლევითი ინსტიტუტის და უნდა გითხრათ რომ სწორედაც ნიშნულობა თქვენ ახსენეთ ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობა და ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობა ძალიან აქტუალური იყო და ჩვენ წელს და უკვე მეორე წელია აი ამ ფესტივალისა და ამავდროულად კონფერენციის საორგანიზაციო მენეჯმენტი მივანდეთ სწორედ ახალგაზრდა მეცნიერებს. ეს იყო არ ვიცი თუ საქართველოს სხვაგან სადმე ახალგაზრდას აი რა აქვს გულისხმობთ დავა კონკრეტოდ? ჩვენთან სამეცნიერო საზოგადოებაში სადოქტორო დისერტაციის დაცვიდან 7 წელი თუ არ არის გასული, ის კატეგორია ითვლება ახალგაზრდა მეცნიერად. გასაგებია. ჩვენ გულისხმობთ მაგისტრებს, ჩვენ გულისხმობთ დოქტორანტებს და იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებმაც ბოლო 7 წლის განმავლობაში დაიცვეს სადოქტორო დისერტაცია. აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთ საკითხზე. სახელმძღვანელოები რამდენად არის ქართულ ენაზე? ეხლა მე მაგალითად კინორეჟისორი ვარ პროფესიით და როცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდი, ამ დეფიციტს გრძნობდით. და გვიწევდა გვეთარგმნა სხვადასხვა უცხოენოვანი სტატია, რაც ბუნებრივია ენის დასწავლაში კი გვეხმარებოდა, მაგრამ ძალიან ბევრ დროს გვართმევდა. აი თქვენი მიმართულებით მეცნიერების შესახებ სახელმძღვანელოები მით უმეტეს მეცნიერება მრავალშრიანია და მრავალი მიმართულება აქვს ხომ? რამდენად აქვთ ახალგაზრდებს და ვიმუშაობს ზოგადად ამ მიმართულებით? ამ მიმართულებით რა თქმა უნდა პრობლემა დგას, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩართული ვართ აი ამ სახელმძღვანელოების შექმნაში, მაგალითად სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა რამოდენიმე წლის წინ იცით თქვენ რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ტურიზმის ფაკულტეტი და სწორედაც აი ამ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოამზადა სპეციალური სახელმძღვანელო, ეს არის ტურიზმის მხარეთმცოდნეობითი რესურსები, რომელიც განკუთვნილი იყო აი ამ სტუდენტებისთვის. ასევე აი ამ ჩვენი კვლევების საფუძველზე მომზადდა მეორე სახელმძღვანელო, ეს არის გიდების სახელმძღვანელო, რომელიც რა თქმა უნდა აი ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს დაეხმარება პროფესიონალური უნარჩვევებისა და ისტორიული მხარეთმცოდნეობის შესწავლისა და გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ აი ამ მიმართულებით ძალიან აქტუალურად ვარ ჩართული და ვფიქრობთ რომ საომავლოდაც გაგრძელდეს ის მხარეთმცოდნეობითი სამეცნიერო კვლევაძიება, რომელიც წარმოებს ჩვენთან ვაქციოთ სახელმძღვანელოებად. აი ამისი ერთ-ერთი დადასტურება გახლავთ ის, რომ ჩვენ გასულ წელს აჭარის მთავრობის ფინანსური დახმარებით შევძელით გაგვეკეთებინა სახელმძღვანელო, შეიძლება უწოდოთ მას, ეს არის აჭარის ისტორია. ანუ აჭარის ისტორია სამეცნიერო პოპულარულ ენაზე ვაქციეთ ერთ ტომად. კვლევითმა ინსტიტუტმა წლების წინ მოამზადა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის 4 ტომეული, ჩვენ კი სწორედაც აი ამ 4 ტომეულის საფუძველზე გავაკეთეთ სამეცნიერო პოპულარულ თავისუფალ ენაზე, იმისთვის რომ დაინტერესებული საზოგადოებისთვის უფრო მეტად გასაგებო
ყოფილიყო და არა აკადემიურ ენაზე, გავაკეთეთ აჭარის ისტორიის სახელმძღვანელო. აჭარის ისტორია ერთ ტომად. ასევე მოამზადეთ ეთნოგრაფიული აჭარა. ეს არის წიგნი, ალბომი, რომელიც ძალიან პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და დღეს მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმის, რომ გამოიცა დაახლოებით 500 ტირაჟი, დღეს წიგნები 500 ტირაჟით აღარ იბეჭდება, დღეს უკვე იშვიათად შეიძლება შეხვდეთ სადმე. გასაგები, ანუ გაიყიდა ყველა. არა, ეს საჩუქრად არ იყიდა ჩვენი სამწუხაროდ წვდომა აქვს ყველა სტუდენტს. ჩვენ სახელმძღვანელოები ჩვენს გამოცემებს კომერციული დატვირთვა არ აქვს. არ აქვს. ეს ფაქტობრივად ფილანთროპიაზე ვსაუბრობ და საქველმოქმედო საქმეზე ვსაუბრობ. ფინანსებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აქედან გამომდინარე ჩვენი წიგნების გაყიდვის უფლება არ გვაქვს. მინდა ვთქვა, რომ მეცნიერების ფესტივალი დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ხოლო თავად კონფერენციაზე ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მარკ. გიორგი გისმენ აბა? თქვი. არა, უნდა დავემშვიდობოთ ბატონ დროინს, მინდოდა მეკითხა ბავშვების ძირითადი მიზნები რა გახდათ ამ მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში. თქვენ რა მესიჯები ამოიკითხეთ? რა სურთ ბავშვებს? მომავალთაობა რა მიმართულებითაა დაინტერესებული? ეს არის კვლევა, არქეოლოგია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინფორმაციულ ტექნოლოგიები. თქვენ რა პრიორიტეტები გამოხმობთ? საინტერესოა. ძირითადად დღეს არის ინოვაციური მედგომები, ტექნოლოგიური მიმართულებები და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით აქვთ თანამედროვე აი ამ ფესტივალზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ჩვენ მოდით ჯერ არ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ახლა ძალიან საინტერესო თემა წამოიწია ტექნოლოგიები ბუნებრივია, ხომ, რაც ნიშანდობლივია კვლევების პროცესში, ეს იქნება არქეოლოგიური თუ ნებისმიერი სახის. თავად უნივერსიტეტს რა რესურსი აქვს ამ მიმართულებით? ან იგეგმება თუ არა რომელიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ტექნოლოგიის შეძენა იმისთვის, რომ გამარტივდეს და უფრო ფუნქციური გახდეს კვლევა? ხო. ამაზე ყველა უნივერსიტეტის მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტიც ფიქრობს და რა თქმა უნდა, ახორციელებს შესაბამის პროექტებს, მაგრამ თავის მხრივ, ჩვენ მხრივ ინსტიტუტის გადასახედიდან მე გეტყოდით, რომ თქვენ ახსენეთ არქეოლოგია, წელს უკვე მეორე წელს ჩვენ განვახორციელეთ პროექტი ეთნოარქეოლოგია, არქეოლოგიური კვლევაძიებები, რომელშიც ჩართული იყვნენ არა მარტო ადგილობრივი მეცნიერები, ახალგაზრდა მეცნიერები, სტუდენტები, მოსწავლეები, არამედ ჩართული იყვნენ უცხოელები. ჩვენ უკვე მეორე წელია ვახორციელებთ აი ამ პროექტს და არქეოლოგიურ კვლევაძიებებში ჩვენთან ერთად იმ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ სწორედაც აი ამ მიმართულებით დაინტერესებული სკოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებიცა და რა თქმა უნდა სტუდენტები. და მნიშვნელოვანია ის, რომ წელს აი ამ ფესტივალში, აი ამ მიმართულებით გასული წლის განმავლობაში საჯარო სკოლები არ ღებულობდა მონაწილეობას. წელს აი რეგიონის მასშტაბით 14 საჯარო სკოლა, როგორც კერძო სკოლა, ასევე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა და მათ თავიანთი კუთხე პანელი ჰქონდათ წარმოდგენილი და მეტად საინტერესო იყო. აი ტექნოლოგიების ნარატივს რაც შეეხება, ფიქრობ აი კვლევარები, მეცნიერები იმ პროფესიის წარმომადგენლები არიან, რომელთაც ვერასდროს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. მე ასე მგონი, იმიტომ ამ შემთხვევაში ადამიანის გონება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და სწორედ ეს არის საინტერესო ბატონო როინ. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში მეცნიერებს? იმიტომ რომ უდიდესი გონებრივი და ფიზიკური შრომა, განათლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და შემდგომ რა ხდება? სად საქმდებიან ისინი, რამდენად ანაზღაურებადია ეს პროფესია, მერკანტილური, ჰუმანური, ყველანაირი საკითხი გვაინტერესებს ამ კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ დღეს მეცნიერება და სამეცნიერო კვლევაძიებით აი ასეთი პოპულარობით შედეგად თუ დაინტერესებ ან გამორჩეულ ახალგაზრდას, გამორჩეულ მკვლევარს, რომელსაც განსაკუთრებულად დაინტერესებს ეს მიმართულება. იქიდან გამომდინარე, რომ თუმცა სახელმწიფოც აკეთებს
დიდ შეღავათებს, აი სახელმწიფო სტიპენდიებია, დაფინანსებებია, გრანტებია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოვიდეს სამეცნიერო საქმიანობაში. ჩვენც აი ჩვენი მიმართულების პრიორიტეტი სწორედაც ეს გახლავთ, ჩვენ განსაკუთრებულად ფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა არა მარტო სასწავლო პროცესში, აკადემიურ სივრცეში, არამედ სამეცნიერო საქმიანობაშიც იყოს ჩართული და რომ თაობათა ცვლა მოხდეს ღირსეულად, უმთივნეულოდ და ჩვენ აი ამის მაგალითები გვაქვს, როცა უკვე ამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად შემოვიყვანეთ ახალგაზრდა მკვლევრები სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში და ისინი დღეს წარმატებული მეცნიერები არიან. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სწორედაც აი ახალგაზრდა მეცნიერების დამსახურებაა მეცნიერების ფესტივალისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ასეთი პოპულარობა. მინდა კიდევ ერთხელ ჩაგიკითხოთ ამ პოზიტიური სურათის მიღმა, რა არის ის ნიუანსები, პრობლემატური საკითხები, რაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია და სამუშაო. საკითხები ეს იყო, არის და რჩება სამწუხაროდ, ეს არის ნაკლები სახელმწიფო დაფინანსება, რაც გულისხმობს შრომის ანაზღაურობის სიმწირეს. დღეს მეცნიერი ადამიანს, ანუ სამეცნიერო კვლევაძიების მეცნიერ მუშაკს დაბალი ჯამაგირი აქვს, ვიდრე პედაგოგს საჯარო სკოლაში. სამწუხარო რეალობა და უსურვებთ ჩვენს ქვეყანას საემოცემულობის ამ სურათის გამოსწორებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენს მიერ გაწეული შრომისთვის და იმისთვის, რომ ზრდით ახალ თაობას ასეთი ენთუზიაზმით. ძალიან დიდი მადლობა როინ მალაკმაძეს მასპინძლობდით, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორს. მადლობა. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ საკმაოდ სპეციფიკურ საკითხზე ვისაუბრებთ და წის წრებით მსურს უთხრა მაყურებელს, რომ ნუ გაგვიგებთ არასწორად, თუ იფიქრებთ, რომ ჩვენ გვინდა განსაჯოთ ან კრიტიკული თვალით შევხედოთ ასტროლოგიას, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ობიექტურობა დავიცვათ და ხშირად ჩვენს ვართ დაინტერესებული ასტროლოგიური კონტენტით, უბრალოდ გსურს ღრმად და ფილოსოფიურად გავაშინაარსოთ ის გავლენა, რომელსაც ჩვენზე ახდენს ასტროლოგია, ეს ფსევდომეცნიერება, ხო, რომელიც უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება. გიორგი, საინტერესოა სხვა გადაწყვეტილების მიღების დროს თუ ხელმძღვანელობ იმით, თუ რა მოვლენები მიმდინარეობს იმ მომენტში კოსმოსში. სიმართლე გითხრა, არ ხელმძღვანელობ, თუმცა ვიშველიებ, ხო? ყოველთვის ვცდილობ, რომ ობიექტურად მივუდგენ ნებისმიერ საკითხს, იქნება ეს ლოკალური თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, საოჯახო საქმეები და რაღაცებში შესაძლოა გავიფიქრო უფრო, ვარსკვლავები როგორ არიან განლაგებულები, ესეთ. ხო, აი ახლა როგორი წარმატებული პერიოდი მაქვს, ალბათ ქალწულისთვის ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ გიორგი არის ქალწული და მეც ქალწული ვარ და ეხლა რატო ვახსენებთ ამას ამდენჯერ. გუშინ გიოს დაბადების დღეზე დაიხურა ეგრეთ წოდებული დაბნელების დერეფანი და ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ხშირად გვესმის ამ ფენომენის შესახებ და წინს წრებით ერთი თვის ადრე უკვე მსოფლიოს მასშტაბით ასტროლოგებმა დაიწყეს სკანდირება იმის, რომ მოდის ძალიან რთული პერიოდი, აბსოლუტური მეტამორფოზა და ტრანსფორმაცია გველის თითოეულ ჩვენგანს და განსაკუთრებით გამოწვევებით სავსე იქნებოდა ეს 2 კვირა ქალწულებისთვის და თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. ბუნებრივია ამ ინფორმაციის წაკითხვისას, რაც არ უნდა ლაღი იყოს ჩვენი ცხოვრება, სადღაც ქვეცნობიერში თუნდაც უკიდურესად სკეპტიკოსები ვიყოთ, ილექება ეს ნეგატიური ინფორმაცია და შეიძლება თავად მოვახდინოთ პროვოცირება ამ პრობლემების გაზვიადებულად აღვიქვათ ის მცირედი დაბრკოლებაც კი, რომლითაც ბუნებრივია სავსეა ჩვენი ცხოვრება ძალიან ბევრი გამოწვევით, ხომ? ეს არის ნომერ პირველი საკითხი და ამიტომ მოვუწოდებთ ასტროლოგებს, რაც არ უნდა ესეთი ასტროლოგიური რუკა ამას კარნახობდეთ, გთხოვთ, რომ ძალიან მობიერები იყოთ, ძალიან მსუბუქად მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ფსიქიკა განსხვავებულია, ზოგი მეტად მდგრადია, ზოგი მოწყვლადია და შეიძლება ვიღაცაზე დესტრუქციული ეფექტი მოახდინოს. ეს პირველი საკითხი. მეორე საკითხი არის ის, რომ ზუსტად ამ დაბნელების დერეფნის განმავლობაში მქონდა ერთი პატარა გამოწვევა, დისკომუნიკაცია ჩემთვის ძვირფას ადამიანთან და
შემდგომ ეს ყველაფერი დავაბრალე დაბნელების დერეფანს და ვთქვი, რომ ეს ახლა იმიტომ მოხდა, რომ იქ სადღაც რაღაცა ქალწულს უჭირს, ჩემს ოდიაქოს პრობლემები ექნება. მივხვდი, რომ იმის ნაცვლად მიზეზები საკუთარ თავში მეძებნა და გამომესწორებია, საკუთარ თავზე მემუშავა, თვითრეფლექსია მომეხდინა, ყველაფერი დავაბრალე ამ ასტროლოგიურ პროცესებს და ერთგვარი პასუხისმგებლობის არიდების მიზნითაც ხომ არ ვინტერესდებით ხშირად ასტროლოგიით. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, სრული ქაოსი გვაქვს ახლა გონებაში და ალბათ მაყურებელსაც და ყველაფერს დაალაგებს ქეთი ბერიძე, ფსიქოლოგი. მოგწადით, ხალბატონო ქეთი. გამარჯობა. აი, რა არის ეს? პასუხისმგებლობის არიდება, აი მოდით აი თქვენი თვალთახედვით გავაგრძელოთ ეს ნარატივი, რატომ ვინტერესდებით და როდის ვინტერესდებით განსაკუთრებულად აქტიურად ასტროლოგიით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო ტერმინს მოვისმინე, დაბნელების დერეფანი, ხო? უკვე შემზარავე ჭვერს. იცით რა არის, კაცობრიობას მუდმივად აინტერესებდა. ვერ ვიტყვით, რომ დღეს უფრო ძაფრად აინტერესებს, ან გუშინ უფრო მაგალითად ნაკლებად აინტერესებდა, ასეთი განმარტება არასწორი იქნება. მე მაინც შევხედავდი ამას როგორც მეცნიერი სხვა კუთხით. მიზეზი უამრავი შეგვიძლია დავსახელოთ, რის გამო შეიძლება ადამიანი იქცევდეს ასე ასტროლოგიას უსმენდეს და იმის მიხედვით განსაზღვრავდეს მაგალითად რას როდის როგორ გააკეთებს ან თავის ქცევას ხსნიდეს ან სხვა ადამიანებს ვის ქცევას ასტროლოგიის მიხედვით რატომ ისმის კითხვა ხო? ხშირად ფიქრობთ ამაზე, პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ ცოტა ხნის წინ ახსენეთ ადამიანები განსხვავებული ფსიქიკის არიან და სხვადასხვაგვარად რეაგირებენ გამოწვევებს. შესაბამისად, აი მაგალითად წარუმატებლობის დროს თუ ერთი ადამიანი ყველაფერში ადანაშაულებს სხვას, მეორე ადამიანი ყველაფერში ადანაშაულებს საკუთარ თავს და მესამე მიზეზებს ეძებს სამყაროში, რაღაც ზებუნებრივ ძალებში. მიზეზებს, ხო? ანუ რეალურად ჩვენ რომელს მივეკუთვნებით, ან ერთი ადამიანი შეიძლება სხვადასხვაგვარად რეაგირებდეს სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სიტუაციაში. ამიტომ რაღაცა ისეთი დოგმატური პასუხი იქნებოდა, რა თქმა უნდა, არასწორი. საინტერესო არის მაინც გადავხედოთ კაცობრიობის განვითარებას. და თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარებას და შევადარებთ ადამიანის განვითარებას, ასაკობრივ განვითარებას, გულისხმობთ, აი თეოლოგიური განვითარების ეტაპი შეგვიძლია შევადაროთ ბავშვობის პერიოდს. ბავშვი როგორ ცხოვრობს? რეალურად მუდმივად ეძებს ვიღაცას, რომელიც მას დაეხმარება, იმიტომ რომ დამოუკიდებლად მას არ შეუძლია რთული ამოცანების და შესაძლებელი არართული ამოცანების გადაწყვეტა და ამ შემთხვევაში ანუ უნდა იყოს ვიღაც სხვა, ეს ვიღაც სხვა აუცილებლად უნდა იყოს მნიშვნელოვანი სხვა, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს კეთილდღეობა, ანუ მისი კეთილდღეობა. შესაბამისად, აი ეს თეოლოგიური განვითარება კაცობრიობის გახლავთ სწორედ ეს ბავშვობის ასაკი. ამიტომ მე შევადარებდი აი მუდმივად ასტროლოგიურ ინფორმაციაზე კონცენტრირებულ ადამიანს, დამოკიდებულებას მით უმეტეს, როგორც ბავშვის რეაქციას. იმიტომ რომ ბავშვი პასუხისმგებლობას მომხდარზე აკისრებს სხვას, თავად ანუ არაფერს აკეთებს და შესაბამისად ანუ შეფასება ასეთ იქნება. ანუ მეორე ეტაპი ეს არის მეტაფიზიკური განვითარება კაცობრიობის, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ მოზარდობის ასაკს, რომლის დროსაც ადამიანი იწყებს რაღაც იდეების გაანალიზებას, ანუ შემოდის აბსტრაქცია, ხო? ანუ რეალურად ეს გახლავთ ის პერიოდი, როდესაც ეჭვიში აქვს რაღაც კითხვები უჩნდება, რომელიც მას ეხება, სხვას ეხება, სამყაროში მიმდინარე მოვლენებს ეხება და მესამე ეტაპი ეს გახლავთ მეცნიერული, როდესაც მე ვემყარები კონკრეტულ ფაქტებს. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვაკეთებ დასკვნას. ამიტომ თუ ასტროლოგიაში არის რაღაც კონკრეტული მაგალითად დასკვნა დადებული, რომ ეს ბნელი დერეფანი თუ სიბნელის დერეფანი გამოიწვევს უარყოფით ნეგატიურ ზეგავლენას ქალწულზე. თქვენ კონკრეტულად თქვენს მაგალითს მოვიყვან, მაშინ მე 10,000-ობით ამ დროს დაბადებული ქალწულის ცხოვრება უნდა შევისწავლო მისი
მდგომარეობა, მისი რეაქცია და ასე შემდეგ და გავაკეთოთ დასკვნა. რამდენად არის ეს შესაძლებელი? ახლა მე დაგისვამ თქვენ შეკითხვას. ვინ შეისწავლა როდის, ვინ ამტკიცებს ამას? თუ ეს ასე არის, მაშინ მე გეტყვით, რომ კი ბატონო, ეს ასე არის. და აქ არის კიდევ მეორე ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც აუცილებლად უნდა ვთქვა. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ტერმინი, რომელსაც ჩვენ ვეძახით თვითშესრულებად წინასწარმეტყველებას. თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება ნიშნავს იმას, რომ მე დღეს რო თქვენთან მოვდიოდი, ფიქრობდი, რომ დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ პოზიტიური კუთხით უნდა წამეყვანე და პოზიტიურად დასრულდებოდა ჩვენი კონტაქტი და კი ბატონო, პოზიტიურად დასრულდება ჩვენი კონტაქტი. პლაცებოს ეფექტი შეიძლება რომ გქონდეს. არა, პლაცებოს არ ქვია. ეს არის თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება. ანუ განწყობის თეორიას დავიდივარ? შეიძლება, კი, განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითშესრულებადი, აი ნახეთ, თუ მე ვთვლი, რომ 13 რიცხვი არის ნეგატიური. მე ვაკვირდები ყველა 13 რიცხვს, ვაკეთებ მის გაფილტრვას, მაგრამ 18 რიცხვი რატომ არის პოზიტიური? 18 რიცხვშია მოხდა რაიმე ისეთი, ან არ მომხდა რა, შევისწავლე ეს საკითხი. შესაძლებელია ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში 20 რიცხვი იყოს საკრალური და ნეგატიური. და 13 წარმოდგება. და 13 არაჩვეულებრივი. და სინამდვილეში მართლაც ასეა ჩემ ცხოვრებაში 13 რიცხვი. ეგოს გახარებამდე მივედით და მე არ შემხვედრია ადამიანი, ჩემი ჩათვლით, როცა გამიკეთა ერთმა ასტროლოგმა, ასტროფსიქოლოგმა ის მიმართულებაც არის ბოლო დროს აქტუალური, ითავსებენ ასტროლოგები ფსიქოლოგის ამპლუასაც, ეს ნატალური რუკა, ტრანზიტული რუკა თავი ვიგრძენი განსაკუთრებულად, იმიტომ რომ თურმე ჩემი სელენა ტყუპებშია, როგორც დოსტოევსკის სელენა იყო და მე ვარ რაღაცა თევზები მთვარეში და სავსე მთვარეს დავიბად, მოკლედ აბსოლუტურად გაგრძნობინებს იმას, რომ ხარ განსაკუთრებული. აი, არის თუ არა ეს ეგოს გახარების მომენტიც რაღაც მომენტში იმისთვის რომ თავი ვიგრძნოთ სამყაროს ცენტრად ჩვენი პირად რუკაზე დაყრდნობით. ეს ისედაც ასეა. ეს ისედაც ასეა, ჩვენ განსაკუთრებული ვართ. ოღონდ ჩვენ დიახ, ყველა ადამიანი არის განსაკუთრებული. ერთადერთი და განუმეორებელი. ზუსტად იგივე, ან როგორც თქვენ ხართ, ვერ იქნება თქვენი შვილი, რამდენად იდენტურიც არ უნდა იყოს თქვენი. ფიზიკურად, თვისებებით, ანუ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ზუსტად ისეთივე კოპირება არ ხდება ადამიანს. ამისოდნე რას გვაძლევს? ჩვენ ვართ ორიგინალურები. ანუ ის რომ მე ვარ ორიგინალური, თქვენ როგორ თქვენ ბედნიერად არ გრძნობთ თავს თუ თქვენ ხართ ორიგინალი. და თქვენ ხართ ორიგინალი, თქვენ არ ხართ არავის დუბლი, ხო, არ ხართ არავის ხელწერა. იმიტომ რომ იქნება რაღაც, რაც აუცილებლად იქნება განსხვავებული თქვენი წინაპრისგან, ან თქვენი მასწავლებლისგან, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტია და ბაძავთ, მაინც იქნება თქვენ შორის რაღაც განსხვავება. ამიტომ ყველა ადამიანი უნიკალურია და განსაკუთრებულია, მაგრამ განსაკუთრებულობის შეგრძნების გაძლიერება ჭირდება იმას, ვისაც აქვს და მნიშვნელოვანი ხდება მისთვის, ვისაც ეს დეფიციტია. ანუ ეს ამის შეგრძნება ჭირდება. ანუ ზუსტად ამის დეფიციტი რო გვაქვს, მაშინ გვიაქტიურდება ინტერესი ასტროლოგიის მიმართ, შეიძლება ითქვას? შეიძლება ითქვას. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მიზეზი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეს იქნება. მაგრამ ის რომ მე ვარ განსაკუთრებული რაში? რაში ვარ განსაკუთრებული? ადამიანი ყოველთვის მიულტვის დიდებისკენ, უკიდურესი თავმდაბალი ადამიანებიც კი თავმდაბლობაში დიდება უნდა. ხო, ის თავმდაბლობითაც. განსაკუთრებულობისკენ დევს ეს ადამიანში დიდების მოყვარეობა, პატივმოყვარეობა და აქედან გამომდინარე თუ ვთქვათ ასტროლოგია მისცემს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ მათი ეს სურვილი დააკმაყოფილონ, რატომაც არა. თუმცა საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება ჩვენ ეს მიმართულება, ჰოროსკოპი, ასტროლოგია ჩავაყენოთ ადამიანების ბედნიერების სამსახურში, იმიტომ რომ თუ თქვათ მოისმინა კონკრეტულმა პიროვნებამ, რომ შესაძლოა მას წინ კონდეს შავი დერეფანი ან თუნდაც რაღაც გარკვეული ენერგეტიკის დახურვის ფაზა. ხო, ნუ ვუტრირებ რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს, ან თქვათ იგივე თუ არის ასეთ დროს გარკვეული
манипуляციები ან თქვა ქმედებები იმისათვის რომ თავი ავარიდოთ გარკვეულ ენერგეტიკულ უარყოფით ენერგეტიკას ან პირიქით ხო ხშირად მომისმენია ასტროლოგისგან რომ გაიხსნა კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის მოდის დადებითი ემოციები და დადებითი ენერგეტიკა შესაბამისად თქვა ასეთ დროს სიფრთხილისკენ უნდა იყოს კონკრეტული ზოდიაქო მოწოდებული თუ პირიქით საინტერესოა თქვენი მოსაზრება. ამ შეკითხვის ადრესატი ალბათ უკეთ უმჯობესი ასტროლოგი იყოს, მე როგორც ფსიქოლოგი სხვაგვარ განმარტებას გავუკეთებდი. ანუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ციურ სხეულებს, მათ განლაგებას ადამიანზე გავლენა არ აქვს. ასეთ რამეს არ ვლაპარაკობ და რატომ? იმიტომ რომ არსებობს ფსიქოლოგიაში მარტო ერთი რაღაცა პატარა მაგალითი რომ მოვიყვანო სეზონური დეპრესია ალბათ გაგიგიათ ხო ადამიანები რომლებიც თითქოს მზის ენერგიაზე იტენებიან როგორც მიილევა ხოლმე სეზონი შემდეგ დეპრესია იწყება ხო აი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ამინდი მზე ანუ მზე სითბო ენერგიაა თავისთავად ამიტომ ციურ სხეულებს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს და იმ 4 სტიქიას რომელიც სამყაროში არის ეს არის ცეცხლი ეს არის წყალი ეს არის ჰაერი და ეს არის მიწა ხო ამიტომ აი ამ ნიშნების მიხედვით თუ შევხედავთ შეიძლება ვიფიქროთ რომ აქვს მნიშვნელობა და რატომ აი მაგალითად თქვენ რომ ამბობთ აი იმ რაღაც დერეფანს სიბნელის იმ დღეებში იყო ძალიან ცუდი ამინდები. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა ცუდი ამინდის დროს ძალიან ცოტა ადამიანს ვნახავთ, რომელიც იტყვის, რომ ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა და ძალიან ბედნიერი ვარ, ესეთ თავსხმა კოკისპირულ წვიმაში, ან მაგალითად ეს ნაღვარი, რომელიც კი არიან, მაგრამ იშვიათად, მაგრამ თუ ხედავ რაღაცა ეს სტიქიურ მოვლენას, ეს ჩემში შფოთვას ზრდის. თუ ძალიან არ მეშინია, შფოთვას ზრდის. ამიტომ ანუ ამ ჩემს ემოციურ მდგომარეობას მივაწერ მაშინ აი ამ დერეფნის შედეგს ხო მე არ ვიცი ხა ეს დერეფნის შედეგად არის რომ ესეთი ამინდია ან იმიტომ რომ რომელიღაც ციური სხეულები გადალაგდა და შესაბამისად გამოიწვია ამინდის ცვლილება მაგრამ შედეგი დადო ის რომ ადამიანებში გამოიწვია შფოთვა ღელვა შიში და ასე შემდეგ. ამიტომ ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეცნიერული ფაქტები, რომელსაც დავეყრდნობით. აი, ეხლა მე რა მაგალითებიც მოვიყვანე, არის ფაქტი, რომელიც ეყრდნობა სწორედ იმ დღეს მომხდარ ცვლილებებს ბუნებაში. და შესაბამისად შეგვიძლია მივაბათ აი ამ დერეფანს რომელიც ცვლის. კიდევ ერთ თემას მსურს შევეხო, ბუნებრივია ნებისმიერ იდეოლოგიაზე დამოკიდებული როცა ვხვდებით ავთენტურ მეს ვკარგავთ ხომ ჩვენს ავთენტურ აზრს. სიმპტომები რო გითხრათ ამის, როგორ უნდა მიხვდეთ და ამოვიცნოთ, რომ ის რაც გჯერ არ არის ის რაც ჩემს ჭეშმარიტ მეს ჯერა, როგორ უნდა ვიგრძნოთ ეს? საერთოდ ადამიანები არიან ან კონფორმულები ან არაკონფორმულები. ძალიან ცოტა ადამიანი შეგვხვდება თუ მოსახლეობის საერთო რაოდენობას გადავხედავთ შევისწავლით, ვიკვლევთ, ბევრი კვლევები ამასთან დაკავშირებით ჩატარებული და ძირითადად ადამიანები კონფორმულები არიან, ანუ ექცევიან გავლენის ქვეშ. ამიტომ თუ ჩემთვის ცხოვრება მარტივდება, ანუ ამ შემთხვევაში ამ ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით ცხოვრებით, მაშინ მე მოვექცევი მისი გავლენის ქვეშ. მანამ სანამ არ გავაცნობიერებ იმას, რომ უნდა გამოვიდე ამ კოსმოლოგიური ბრუსიდან და დავიწყო მოქმედება. ანუ პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე და არ მივანიჭო მთვარეს, მზეს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი გაფეტიშებული არ ვიყო. ფეტიშიზმი იცით რასაც ნიშნავს, ამიტომ აი ეს უკიდურესობა თუ ვიგრძელი, მაშინ რა თქმა უნდა დაუბრუნდე აქ ამჟამად ამ დედამიწაზე და ვიგრძნო სიმყარე, რომ მე ვარ მიწიერი ამ ქვეყნიური არსება, გარდა იმისა, რომ ანუ სამყაროს ადამიანი არის მიწასა და ცაშორის ყოფი არსება, ხო? ძალიან საინტერესოა იაპონიაში ამდენად არიან ადამიანები ესე აქტიურად დაინტერესებული ასტროლოგიით, ხო? იქ სადაც მეცნიერება ზეიმობს და უფრო ვითარდება, ხომ? მათი ყოველდღიურობა, ტექნოლოგია და ასე შემდეგ აბსოლუტურად ფეხს უწყობენ განვითარებას. საინტერესოა მათთან ამდენად არის აქტუალური. თუმცა ცალსახარი რომ საქართველოში აქტუალობას არასდროს კარგავდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, რომ არავის სკეპტიკურად არ ვუყურებთ და მე პირიქით მე მართლა ვარ ის ადამიანი, რომელიც ხშირად ითვალისწინებს ხოლმე
რჩევებს ასტროლოგებისგან. უბრალოდ ცალსახარო მათი გავლენები არის ძალიან დიდი და საჭიროა ცოტათი უფრო მსუბუქად ამ ინფორმაციის მოწოდება, იმიტომ რომ მოქმედებს ფსიქიკაზე. ქეთი, საინტერესოა თქვენთვის პირადად რა პოზიტიური დატვირთვა აქვს ასტროლოგიას, იმიტომ რომ მართლაც ასტროფსიქოლოგია ეს მიმართულება უკვე სერიოზულად არსებობს და ადამიანები ამბობენ, რომ მე ვარ ასტროფსიქოლოგი და სხვა იგივე ნატალური რუკის გაშინარსებისას თვითრეფლექსიაში გვეხმარებიან და გაცნობიერებაში ჩვენი პლუსების და მინუსების. თქვენთვის რა ღირებულება აქვს? მე ვერ გეტყვით იმას, რომ ასტროფსიქოლოგიით დაინტერესებული ვარ, ან ვინმეს ვიცნობ, მაგრამ ასტროლოგისთვის მომისმენია. ძალიან ხშირად ესე ანუ როგორ გითხრათ, თავისთავად ინფორმაციას ვუსმენ, ანუ პასიური მსმენელი ვარ და თუ გავიგონე რაღაცა დადებითი ან ჩემს ახლობელზე, განსაკუთრებით ან ჩემზე, რა თქმა უნდა, ხიარულებას და ხალის სიწვევს და სიამოვნებს. თუ ნეგატიური მოვისმინე, ვამბობ, რომ ეს მე არ მეხება, რა თქმა უნდა, იმას ხურავ, რეალურად ასე ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, მომისმენია. აი მაგალითად ბენეფიციარმა რომ მოგმართოთ კონკრეტულმა, რომელიც დაინტერესებულია ასტროლოგიით იმ დონეზე, რომელიც თქვათ შესაძლოა რეალობას იყოს მოწყვეტილი მიწიერი სამყაროდან და შესაბამისად თქვენი რჩევა რა იქნება? აუცილებლად აქ ამჟამად ნახეთ კი დამიწებას, ანუ უკიდურესობები ყოველთვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვებს მეორე ადამიანში და უკიდურესობები ყოველთვის დამაფიქრებელია. თუ ის უკიდურესად დაინტერესებულია, რის გამოა დაინტერესებული? თუ ეს მისი საქმიანობაა, ეს გადასარევია და შესანიშნავია და ნორმალურია. მაგრამ თუ ეს არ არის მისი საქმიანობა, თუ ჰობია, ესეც შეიძლება, ჰობი აქვს ადამიანს და რატომაც არა. მაგრამ თუ მხოლოდ ამის მიხედვით ცხოვრობს, მაშინ გასარკვევია რის გამო ცხოვრობს ასე. რა არის მიზეზი? და ამით შეიძლება მართლაც დიაგნოსტირება მოხდეს ადამიანის დაეხმაროთ უბრალოდ. როგორ? დაეხმაროთ მას უბრალოდ. რა თქმა უნდა, გარკვევაში რის გამო ხდება ის, რაც ხდება მის თავს. თუ ის გრძნობს დისკომფორტს, ან მაგალითად იმდენად გავლენის ქვეშ იმყოფება, რომ თავისი აი ესე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო სიტუაცია პირდაპირ არის დამოკიდებული ასტროპროგნოზზე. მარტივი დღის წესრიგიც კი. კი ბატონო. დიდი მადლობა. უღმესი მადლობა. ქეთი ბერიძე იყო ჩვენი სტუმარი, ფსიქოლოგი, საუბრობდით ასტროლოგიის გავლენაზე თითოეულ ჩვენგანზე. მადლობა დიდი. ნახვამდის. მადლობა თქვენ. ბოლო დროს ბათუმში მომრავლდა თემატური ფესტივალები, სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა სპორტული ფილმების ფესტივალი და აქ ბუნებრივია ჟღერს კითხვა, რას გულისხმობს სპორტული ფილმები, ხო? ბუნებრივია გაგიჩნდებოდა ეს შეკითხვა. გიორგი და ამის დეფინიციას ვრცლად გაიგებთ გადაცემა თეთრ კვადრატში და ეს გადაცემა ცოტათი მოგვიანებით გავა ოქტომბრის. რომელსაც ანი უწყება ხოლმე. კი ბატონო და დღეს ვისაუბრებთ ასევე თემატურ ფესტივალზე, რომელსაც უკვე მეორედ მასპინძლობს ჩვენი ქალაქი ტურისტული ფილმების ფესტივალი და აქაც ჟღერს მთავარი შეკითხვა, რას გულისხმობს ტურისტული ფილმი, რა მიმდინარეობა, რა ნიშა აქვს მას. თემაზე ვრცლად ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები, ნატალია სუატ-ფოქსი, რომელიც არის ორგანიზატორი ამ ფესტივალის, არის ჩვენთან ერთად, გიორგი ჭუმბურიძე, რეჟისორი, დოკუმენტალისტი და თემურზოიძე, აჭარის გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, პროექტის მენეჯერი. მობრძანდი. სხვათა შორის ტურისტულ ფილმებზე საუბრისას მახსენდება ხოლმე საკულტო ფილმები, ვიკი კრისტინა ბარსელონა. ცოდნია რა არის ტურისტული ფილმი. რომიდან, ხო? რომაული არტადაგები ნუ საკულტო ფილმია, ნამდვილი კლასიკა. ქართულ რეალობაში რამდენად განებივრებულები ვართ საინტერესო ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. სიყვარული აქცენტით ეს მახსენდება, ეხლა რაც შეიძლება მოვიშველიო ტურისტულ ფილმებზე საუბრისას, დიახ, რეზო გიგინეიშვილის ფილმი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. მე ვარ იმ ადამიანთა რიცხვში, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც გაანდო თავისი ვიდეო ნატალიამ და ბუნებრივია გამიჩნდა ეს კითხვა, თან რელევანტურად მივიჩნევ, სწორედ ჩვენს ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, იმიტომ რომ ტურისტულად მზარდი და განვითარებადი ქალაქია ბათუმი, ვიცით ყველამ. ნატალია, მოდით დასაბამიდან დავიწყოთ, სულ თავიდან როგორ დაიბადა იდეა და შეესხა ხორცი.
აუცილებლად სიამოვნებით უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, უმეტესი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან ბედნიერი ვარ. აი სწორედ ეს გზა აღნიშნე ახლა ანიმ, რომ აქამდე მოვედით, რომ წელს ბათუმმა უნმასპინძლა უკვე მეორედ საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოტივირებულები ვართ ასეთი მხარდამჭერით და ზრდით ჩვენი ფესტივალის განვითარებით. შევაჯამოთ პირველი წელი, როგორი იყო, რა სირთულეებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ფესტივალის წარმოება ეს არ არის მარტივი პროცესი, ყველა თანხმდებით, ხომ? უდიდესი როლი აქვს პროდიუსერს, მით უმეტეს საერთაშორისო ფესტივალზე ვსაუბრობთ და უნდა დავაინტერესოთ უცხოელი კინორეჟისორები და პროდიუსერები. აი ამ პროცესებზე მოგვიყევით, როგორ გაართვით თავის შარშან და რა ისწავლეთ და რა გაითვალისწინეთ უკვე წელს. რა თქმა უნდა, აქამდე უფრო გრძელი გზა გაავიარეთ ჩვენ, როგორც თავად ახსენე და მე ძალიან მოხარული ვარ და მე მგონი საჭიროა რომ აუცილებლად აღინიშნოს, როგორ გაჩნდა ფესტივალის იდეა, როგორ მოვედით აქამდე და რა გზა გავიარეთ. ფესტივალის იდეასთან დაკავშირებით მოკლედ ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთი ძალიან სასიამოვნო და ისეთი ეს არის პატარა ისტორია, სტორი. ინსპირაცია ამ ფესტივალის იდეის ჩამოყალიბდა პანდემიის დროს, როგორც ყოველთვის ბევრი იდეა და ბევრი აღმოჩენები ხდებოდა ამ დროს, ყველა იყო კონცენტრირებული მათ, რა ვიცი, სულიერ საზრდოზე, განვითარებაზე, თვითრეფლექსიაზე და ასე შემდეგ და აი ამ დროს ნამდვილად მომეცა საშუალება, რომ მეფიქრა სხვადასხვა პროექტებზე და მათ შორის ამაზე და ინსპირაცია თვითონ აი ამ ტურისტული ფილმების ფესტივალის ეკუთვნის ჩემს მეგობარს ძალიან ცნობილ ხორვატიელ რეჟისორს და პროდიუსერს, რომელიც წლების წინ გავიცანი მარბეას საერთაშორისო კინოფესტივალზე ალბათ 2011 ან 12 წელი იყო და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბობი გრუბიჩი, აი ეს პიროვნება, რომელიც ახლა ჰოლივუდში მოღვაწეობს, გახლავთ ზაგრების ტურისტული კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე და რაღაცა ამოდიოდა ისა რა ქვია მისი ასე ვთქვათ პოსტები, რაღაცა სხვადასხვა ფოტოები, როდესაც მაშინ დრო ქონდა რომ ეს ასე გვენახა სხვადასხვა ეს პროფილები ადამიანების და აი აქედან გაჩნდა იდეა რომ რატომაც არა ჩვენ ქვეყანაშიც უნდა იყოს ასეთ და აი ეს ზაგრების ტურისტული კინოფესტივალი ძალიან დიდი ხნის წინ არის დაფუძნებული და ერთ-ერთი პიონერი ფესტივალია. ეხლა მისი ცნობადობა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გაზრდილი. ეს ფესტივალი გახლავთ საერთაშორისო ფესტივალების კომიტეტის სივრცის წევრით და ძალიან ბევრი ფოლოვარი და ასე ვთქვათ გულშემატკივარი ყავს. შემდეგ უკვე განვითარდა ეს იდეა, მაგრამ ყველა იდეას სჭირდება რაღაც რესურსი, მხარდაჭერა და შემდეგ უკვე მოვიძიე ევროპული პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეგვეძლო რომ მიიღო მონაწილეობა, როგორც ხდება ხოლმე, რაღაცა გარკვეული იდეით. ეს საგრანტო პროექტი. ეს საგრანტო პროექტზე ვსაუბრობთ და 5 ქვეყანასთან ერთად მოვახერხეთ, რომ მოგვეგო ევროპული პროექტის გრანტი, რომლის ფარგლებშიც ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო ახალგაზრდული ტურისტული ფილმების წარმოების ლაბორატორია და აი რომლის ფარგლებშიც იყავი აბსოლუტურად ჯერ იდეაზეც თავად ხო პროცესშიც ჩართული ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო რომ ბატონი თემური და შენ ანი იყავით პირველი მხარდამჭერი და мотиваტორები ამ იდეის და 2022 წელს ჯერ რომ არც კი ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ, მაგრამ აი ზუსტად ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ ეს შედგებოდა და ყველაფერი გამოგვივიდოდა სწორედ თქვენთან დავაანონსეთ რომ 2023-ში შემოდგომაზე ჩვენ ჩავატარავთ პირველ ტურისტულ საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალს საქართველოში. ამისთვის დიდ მადლობას მოგიხდით და აქვე აღნიშნავ და მადლობას მოვუხდი აი ამ სტარტაპისთვის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, ბატონ გივი ჭიჭინაძეს, გენადი ბალანჩივაძეს, რადგან მათაც დაინახეს ამ ფესტივალის მნიშვნელობა და შენახ უკვე გავაგრძელოთ ბათუმზე. ბატონ თემურ, მოგვიყევით ბუნებრივია თქვენს ჩართულობაზე და პირველი წელი შევაჯამოთ, მოდით თქვენთან ერთად გასული წელი, როცა ბათუმმა პირველად უმასპინძლა ტურისტული ფილმების ფესტივალს. მოგესალმებით, მადლობა თქვენს გადაცემას, აქტიური მხარდაჭერისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. საქმე იმაშია, რომ ბათუმში უკვე ოქროს ასოებით ჩაიწერა ტურისტული ფილმების ფესტივალი. ეხლა თუ ჩვენ შეჯამების განხრით მივდივართ, საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქალაქს ფესტივალები არ აკლია. მრავალი ფესტივალი ტარდება, მრავალი მიმართულებით, მაგრამ ერთ დროსაც აღმოვაჩინეთ ჯგუფმა, რომ თურმე ჩვენ გვაკლია სწორედ ის, რა მიმართულებითაც ვისწავლებდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი ბათუმი. ეს არის ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულება. და სწორედ დროული იყო, რომ ტურისტული ფილმების ფესტივალი, პირველი ფესტივალი ჩატარდა, უკვე მეორე ფესტივალი ჩატარდა და სხვათა შორის თვითონ უცხოელები, ჟიურის წევრები, რომლებიც ჩამოსული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისინი აღნიშნავდნენ, რომ თქვენი ქალაქი, ესე იგი რითაა ნაკლები დუბაიზე, მაიამზე, ასეთი შედარებები გააკეთეს და ჩვენ გაკვირვებული ვართ ამ ქალაქის სილამაზის და ზუსტად აი ეს ფესტივალი, ტურისტული ფილმების ფესტივალი მოუხდა ამ ქალაქს. საქმე იმაშია, რომ არ გამომჩეს თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი, დამაარსებელი, ორგანიზატორი გახლავთ სოფლიო კულტურის ელჩი ჩვენთვის, ქალბატონი ნატალია სტიუარტ ფოქსი, რომელიც მოღვაწეობს როგორც ინგლისში, ასევე მოღვაწეობს ესპანეთში და მან თავის მშობლიურ ქვეყანაში, თავის საქართველოში, თავის ბათუმში სათავე დაუდო ამ ფესტივალის ჩატარებას. პირველი ფესტივალის შედეგებს თუ შევაჯამებთ ჩვენ, აღსანიშნავია ის, რომ სწორედაც რომ დიდი გამოხმაურება მოყვა პირველ ფესტივალს და წლევანდელი ფესტივალი უფრო უკეთესი იყო, უფრო მრავალმხრივი იყო, უფრო მრავალფეროვანი ჟანრი იყო წარმოდგენილი. ეხლა ტურისტული ფილმების ფესტივალზე როცა ვსაუბრობთ ჩვენ, ეს არის სინთეზური ხელოვნების, კულტურის და ტურიზმის გაერთიანება. და აღმოჩნდა, რომ ესე იგი ამან მოიზიდა სპეციალისტები მოიზიდა უცხოეთიდან. ეხლა ტურისტული ფილმების ფესტივალი მარტო ფილმების ჩვენება არ არის. ჩამოვიდა მრავალი უცხოელი, ჩამოვიდა ექსპერტი, ჩამოვიდა მოგზაური, ჩამოვიდა მრავალი ტურისტის ყურადღება მიიქცია და ყოველივე ამის პრომოუშენი, ყოველი ამის რეკლამა კეთდება ყველა ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნებში, თუნდაც გრანტის ფარგლებში ევროკავშირის 4 ქვეყანაში, გაცვლითი პროგრამები კეთდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის. აქვე შემიძლია დავამატო ის, რომ ამ ფესტივალის სახელწოდება მომდინარეობს არტ ქარავანიდან, მე ძალიან მომწონს ეს არტ ქარავანი, რომელიც მოგზაურობს ამ ქარავანი მიდის და ჩვენც მას მიუყვებით, აი თქვენი მხარდაჭერით და არტ ქარავანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ტურისტული ფილმების ფესტივალი როცა ტარდება, მას ზურგს უმაგდებს არტ ქარავანი. არტ ქარავანთან შექმნილია არტ ლაბი. არტ ლაბი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ იმ ლაბორატორიაში ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა ეუფლება ტექნიკას, იდეას, სიუჟეტს, განვითარებას, ტურისტულ მარშრუტებს, ეცნობა სცენარებს და ისინი უკვე მომავალში გააკეთებენ დამოუკიდებლად უკვე ჩვენ რო ვიქნებით 100 წლის შემდეგ მართლმსაჯულები, უკვე ეს მომავალი თაობა გააგრძელებს ამ დიდ ტრადიციას. აქვე კიდე მე საერთოდ თუ არ გამაჩერებ ბატონ გიორგის თუ შეიძლება რომ ბატონ გიორგის ვკითხავ, აი ეს ფესტივალი რომელიც ტარდება, ხო? უდავთ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ტურიზმისთვის, თუმცა თქვენ ბრძანდებით დოკუმენტალისტი, რეჟისორი, საინტერესოა თავად ბათუმზე თუ არის შესაძლებელი შეიქმნას მომავალში ფილმი. აი ბატონმა თემურმა ახსენა არაერთი უცხოელი ვიზიტორი სტუმარი ფესტივალის, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს ქალაქში, შეადარეს არაერთ სახელოვან და სახელგანთქმულ ქალაქებს ბათუმი და შესაბამისად მოტივაციის წყარო თუ შეიძლება გახდეს. იგივე თქვენი კოლეგების ჩვენი ქალაქის
ქალაქი, მას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. ნამდვილად. თუმცა ჯერ არ გვაქვს ესეთი საკულტო ფილმი სამწუხაროდ ბათუმს. ესე გეთანხმებით, ნამდვილად გააჩნია კი არა არის ულამაზესი უკვე ბათუმი, ამას არ ჭირდება მტკიცება. მე მინდა მოლოცვით დავიწყო, მივულოცო ქალბატონ ნატალიას ეს წარმატებული მეორედ უკვე ფესტივალის ჩატარება. შარშან დავიწყეთ პირველი ფესტივალი შარშან იყო წელს კიდევ უფრო კარგად და გრანდიოზულად ჩატარდა და უფრო მეტი სტუმარი ყავდა, უფრო მეტი ცნობადი სახეც ესწრებოდა ამ ფესტივალს და იყო არაჩვეულებრივი ფილმები წარმოდგენილი და რაც შეეხება თქვენ კითხვას ზუსტად აი ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ძალიან დიდი ბოდიში გაწყვეტინებთ ჩვენ ცხად უნდა ვისაუბროთ თემაზე. ახლა გეგმიური პოლიტიკური შინაარსის რეკლამის დროა ჩვენს ეთერში და სულ მალე 2 წუთში დაგიბრუნდებით, გავაგრძელებთ საუბარს. სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36. აჭარაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები არიან: ბათუმი, გიორგი ცინცაძე, ქობულეთი, ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაური, ზაზა დიასამიძე, ქედა, მამუკა თურმანიძე, შუახევი, ომარ ტაკიძე, ხულო, ვახტანგ ბერიძე, შვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება აჭარას. ქართული ოცნება, აირჩიე 41. თუ მთავრობამ გამოგიზიაროთ შეტყობინება იძულებითი ასრულების შესახებ, დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ პროცესს. თავისუფალი საქართველო, ნომერი 7. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 8. თუ ამათი კინკლაობის ყურება მოგბეზდა და დახურულ წრეზე ტრიალი, კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. არჩევნებზე ხმას ვის აძლევთ? გირჩს ვაფერადებებო, ძლივს ჩემიანი მეყოლება საკრებულოში და ნებისმიერ დროს დაუკავშირდები თუ რამეში დამჭირდა. შეწყვიტე ოცნება. აირჩიე ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა. გააფერადე 25. გახარია საქართველოსთვის. რას გვეტყვით, მამაო? შვილო, ქრისტიანობა მხოლოდ დიდი ჯვრის ტარება კი არა, არამედ ის, რომ სიძულვილის ნაცვლად სიყვარული იქადაგო, რასაც პოლიტიკაში მხოლოდ გირჩი აკეთებს. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 8. დაგიბრუნდით, ახლა საუბრობდით ჩვენ კადრს მიღმა ლაბზე, ეს არის კინოსკოლა, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან იმ მეთოდებს და ხრიკებს, თუ როგორ უნდა შექმნან ტურისტული პროდუქტი და საუბრობდით სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლობაზე, რომელიც ნიშანდობლივია ამ პროცესში და ბატონი გიორგი არის სწორედ აი ამ არტ-ლაბის ხელმძღვანელი. მოდით აი ლაბით დავიწყოთ საუბარი, რას გულისხმობს კონცეფცია ამ კინოსკოლის და როგორ მიმდინარეობს პროცესი. ეს იდეაც ქალბატონ ნატალია ეკუთვნოდა ძალიან საინტერესო, როგორც კი შემოთავაზა და სიამოვნებით დავდახდი, იმიტომ რომ აქ საქმე გვაქვს ახალგაზრდებთან. ისეთ ნიჭიერს და ისეთ საოცარ ადამიანებს წავაწყდით, მთელი საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ უკვე მოვიარეთ, ბევრგან ვიყავით. ეს ახალგაზრდები სწავლობენ გადაღებას, სცენარის წერას, მონტაჟს, დამოუკიდებლად აკეთებენ უკვე პატარ-პატარა მინიფილმებს. და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არიან ულაღესები, უნიჭიერესები და ეს მინდა კითხოთ, როგორც რეჟისორს ბატონ გიორგი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, აი თქვენი აზრით რა არის პრიორიტეტი ტურისტული ფილმის შექმნის პროცესში? ეს არის სცენარი, თუ კონკრეტული ლოკაცია, არ ვიცი სამსახიობო ოსტატობა, რა არის განსაკუთრებულად ნიშანდობლივი, როცა ტურისტულ კინოზე ვსაუბრობთ? ალბათ ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კინო ბევრი კომპონენტისგან შედგება და იქ ლოკაციაც კარგი უნდა იყოს, რაღაცა თემაც და რა ვიცი, ყველაფერი ერთად და სწორედ ამას სწავლობენ ეს ბავშვები და კიდევ ის მომწონს, რომ კარგი არის, რომ თქვა დაუშვათ თელავიდან ჩამოდის ბათუმში და ბათუმზე თელაველი ახალგაზრდა იღებს რაღაცას, თქვა ან მაგალითად ბათუმიდან მიდის სამეგრელოში ვიღაც და სამეგრელოზე აი ეს რამდენად რელევანტურია, იმიტომ რომ მაგალითად ახლა ბათუმის ამბები უფრო ხომ მაინც ბათუმელმა იციშება თელავში არ ვიცოდი. სწორედ მაგაშია საქმე. მე არ ვიცოდი ის თელავის ლოკაციები. კოლაბორაცია ხდება
და შერწყმა და ერთმანეთს უცვლიან ახალგაზრდები ასვს და ეს ძალიან კარგი იდეაა. ეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს საინტერესოა. იმ დონის არის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ეხოთ. კი ბატონო, თქვა კამერა ეტაპისთვის საკმაოდ. გასაკვირველია, კი ბატონო და ნატალია, გითხარით ბოდიში. ნატალიას უნდა ძალიან ბევრი ინფორმაციის თქვა და გისმენთ. მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა და მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ თვითონ ჩვენი ლაბის წარმოებული კინოფილმების ლეიტმოტივი და მეინსტრიმი გახლავთ მდგრადობა, sustainability, მდგრადი ტურიზმის პრაქტიკები, რომელიც ხაზგასმული უნდა იყოს ამ თითოეულ ფილმში, ასევე ხაზი გაესვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, მდგრადობაში იგულისხმება ეკოტურიზმს, კლიმატის ცვლილებას და საერთოდ სოციალურ კლიმატს, რა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და აქტუალურია დღეს მსოფლიოში ეს თემები და ჩვენ ვცდილობთ, რომ წარმოვაჩინოთ და ჩვენ თვითონაც ბევრი აღმოჩენები გავაკეთეთ, ხო? სხვადასხვა რეგიონებში, აი გიორგი დამეთანხმება და ბატონი თემური, ჩვენ ფილმებს აქვს ესეთი სერიული ხასიათი, მოგზაური მსახიობი. ეხლა აი ამის მნიშვნელობასაც ავხსნი და მსახიობის როლს და ასევე მენტორის, ესეთი დრამატული მენტორის როლი აქვს ჩვენს ლაბში ბატონ მალხას ქრივიშვილს, რუსთაველი ეროვნული თეატრის მსახიობს და თვითონ ტურიზმის ვიდეო მარკეტინგის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე ეფექტური სტრატეგია ცნობადი სახეების, ასე ვთქვათ, ჩართულობა. Celebrity endorsement, აი ესეთი ტერმინია, ყველამ ვიცით და აი ეს კლასიკურ მაგალითს მოვიყვანდი, ამ ტურისტული ფილმების ფესტივალებზე ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმი, აი ზუსტად წელს დასახელდა და წარმოდგენილი ჰქონდა შვეიცარიის ტურიზმის ბორდს, რომელ ფილმშიც მონაწილეობას იღებდა არც მეტი, არც ნაკლები როჯერ ფედერერი, რომელიც სახე გახლავთ მათი ქვეყნის და ქვეყანას, რომელსაც აი პიონერი ქვეყანაა და ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ჩოგბურთელი სახელოვანი. იცით რა მინდა? სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არა მარტო და ასევე 2022 წელს მაპატეთ გაწყვეტინებთ ანდალუზიის ტურიზმის ბორდმა წარმოადგინა ფილმი, რომელმაც ასევე მოიპოვა ტურისტული ფილმების ოსკარი ბანდერასის მონაწილეობით. ეხლა ჩვენ ქვეყანასაც აქვს და ყავს ისეთი ხო ჩვენი ბანდერასები. მიზანის წინათ ეს არის რომ ტურისტული ოსკარი იქნებ აი ეს ბათუმის ტურისტული ფილმების ფესტივალი. აი აქ წარმოდგენილი ფილმების ნახვა მაყურებელს სად შეუძლია საინტერესოა. სად განთავსდება, თქვათ, ფესტივალის გარდა. ამაზეც რო ვისაუბროთ, საინტერესო, იმიტომ რომ ვიყურებს ახლა დარწმუნებულად მაყურებელი და ვფიქრობს აი რა ფილმებია, სად უნდა ვნახოთ, როგორ ხელმისაწვდომობა სოციალურ ქსელშია. ჩვენ გვაქვს ტურისტული ფილმების ფესტივალის გვერდი და რომელსაც ესეთი აპდეიტები, აი ტვირთება, ნომინაციები, კი, Facebook გვერდზე, რომელიც ორივეს, მაგრამ უფრო აქტიურია Facebook გვერდი. და სადაც ძალიან ხშირად იდება ხოლმე სხვადასხვა მასალა ცნობადობის ამაღლებაზე, აი სტანდარტები როგორ ვითარდება, როგორ ისეთი აი ამ ტურიზმის ვიდეო მარკეტინგის ინდუსტრიის. აი ახლა მაგალითად ერთს აღნიშნავდი, იმიტომ რომ რაღაცა გავამაგროთ ეს ჩვენი მის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთ ტურისტულ ფესტივალებზე უკვე დაარსდა ასეთი ნომინაცია. Responsible tourism. ასუხისმგებლიანი ტურიზმი, ანუ ფილმები, რომელიც და green tourism. აი რომელიც აი ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე. თქვენი ფავორიტი რომელი ფილმი იყო საინტერესოა? ჩემი ფავორიტი იყო ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში. ალენჯიხაზე უდაოდ, აქცენტები იყო. ხო, ალენჯიხა იყო აღმოჩენა და მას გადაეცა პრიზი. რადგან როდესაც თვითონ აი ეს ფინალურ ფილმებს უყურებდით ხელოვნების მუზეუმში და აუცილებლად უღმესი მადლობა მათ მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის ყოველ წელს
განცურებული იყვნენ, რომ ეს სად არის ტალენტი ხაშია და ესეთი გავაკეთეთ ნომინაცია. აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ტურისტული მიმართულება აღმოჩენა ერგო ტალენტი ხასა ესეთი. მესმე მადლობა ჩვენს სტუმრებს ძალიან ვრცელი თემა. კი ბატონო გისმენთ ნატალია, უბრალოდ სამწუხარო დროში ვართ შეზღუდული, არ და ძალიან გვაინტერესებს თვითონ. გრან-პრის აუცილებლად უნდა აღინიშნოს და დანარჩენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეიტყობთ. გადაეცა და ჩემი ფავორიტი ფილმი იყო ტურისტული პროდუქტი და გასტრონომია, რომელიც ერგო კომპანია სვანიძის ზეთის ხილს და ეს არის ზუსტად ტურისტული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საერთოდ ზეთის ხილის წარმოებელი ქვეყანა, სადაც ზეთის ხილის მოდის, აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი მადლიანი მიწაც გახლავთ და აი ესეთი მივულოცავ ბატონ გიორგის და უღმესი მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, ხელოვნების მუზეუმს, ტურიზმს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. კი ბატონო, აი ზუსტად ნატალი ეს თქვა, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ ზოგადად ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია სოციალური მიმართულება, ეკონომიკური მიმართულება, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა და გარემოს დაცვა. ჩვენ სწორედ ჩვენს ახალგაზრდებს აი ამ თემებზე ვაწვდით პატარა სცენარებს, თემებს, ისინი შემდეგ ქმნიან სიუჟეტებს და იღებენ ფილმებს. ძალიან დიდი მადლობა. და ასევე დავაარსეთ ბოდის გიხდით ესეთი ნომინაციაც, რომელიც თუ გადახედავთ ტურისტული ფილმების ფესტივალებს, იქაც არსებობს. სწორედ აი მადლობა რომ ასე ჩაერთეთ საზოგადოების მონაწილეობა. ეს არის საუკეთესო კორპორატიული ვიდეო, იმიტომ რომ ეს ერთმანეთს ინტერაქტიული და რომელიც ერგო ტექტებით რომ ცვათ განსაკუთრებით ლაბზე ვისაუბრებთ გადაცემა თეთრ კვადრატში, იმიტომ ნიშანდობლივია ძალიან ამახალი სივრცის გახსნა. ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს წარმატებებს უსურვებთ ფესტივალს. კიდევ ერთ ფესტივალზე ვაგრძელებთ ახლა ჩვენ საუბარს, რომელიც კონცეპტუალურად აბსოლუტურად განსხვავდება ტურისტული ფილმების ფესტივალისგან. ეს არის ფესტივალი განდაგანა, რომელმაც უკვე დიდი ხანია რაც დაიმკვიდრა ყველაზე ერადი და ჯადოსური ფესტივალის სახელი. მოგესალმებით ლინდა ერთ-ერთ ლოკაციაზე იმყოფება, მოგესალმებით. ლინდა, გამარჯობა. აბა მოგვიყევი რა. ვიტანი გიორგი მივესალმები ჩვენს მაყურებელს, გამიმართლა ახლა და გავიგონეთ თქვენი ხმა რომ უკვე ეთერში ვარ და შემიძლია მაყურებელს და თქვენს მათ შორის დავათვალიერებინო ფესტივალი განდაგანას სივრცე ევროპის მოედანი დღეს. მომიტევეთ თუ ხმამ ახლა საუბრობ, აქ ძალიან ხმაურია, უკვე მიმდინარეობს რეპეტიციები, აქვე დღეს დილის საათებიდან მიმდინარეობდა ფუსფუსი. ეწყობოდა დახლები. ახლა ოპერატორს უთხოვ რომ ვაჩვენოთ შეძლების დაგვარად ჩვენს მაყურებელს ფესტივალი განდაგანას ფარგლებში მოწყობილი დახლები. ჩვენს მაყურებელს გეტყვით რომ დღეს 22 სექტემბერს დაიწყო, გაიხსნა ასე რა ვთქვათ ფესტივალი განდაგანა და ხვალ 23 სექტემბერსაც შეგიძლიათ ევროპის მოედანზე მობრძანდეთ. აქ გიმასპინძლებთ ფესტივალი განდაგანა თქვენ. უკვე 2-ია საათი, 2-ს გადაცდა და დაიწყო კულინარიული მასტერკლასი, შავი ზღვის კამბალას გაწმენდის და შემდეგ კერძის მომზადების მასტერკლასი დაიწყო. ამასაც გაჩვენებთ მოგვიანებით კადრში. ლუკა თოდუარის შეფი, რომელიც ამ მასტერკლასს წარუძღვება. მასტერკლასის ფარგლებში აქ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც შეეძლებათ რომ ამ მასტერკლასს დაესწრონ და ასევე მიიღონ მონაწილეობა. თქვენ ხედავთ კადრში რომ სავსეა დახლები, აქეთ მწვადი იწვება, ალბათ შურთს წამყვანებს ჩემი, ამიტომ ვეტყვი რომ შეუძლიათ გადაცემის დასრულების შემდეგ მობრძანდნენ და დაათვალიერონ სივრცეები. თქვენ ხედავთ ახლა კადრში ტურისტებს, ადამიანებს, რომლებიც მოდიან და თითოეულ კუთხესთან იღებენ ფოტოებს. გეტყვით რომ წლევანდელი ასე რომ ვთქვათ ლოზუნგი არის იმოგზაური აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად. ასევე არის გარდენია შევარდნაძის მიერ მოწყობილი სივრცე, რომელსაც ჩვენ განგება არ გაჩვენებთ, რომ მაყურებელს დაუტოვოთ რაღაცა უკაცრავად მოლოდინი, რომ აქ მოსულებს დახვდებათ რაღაც განსხვავებული.
ჩვენ შეგვიძლია მგონი რომ გავესაუბროთ თითოეულ დახლთან ჩვენს მასპინძლებს ასე რა ვთქვათ გამარჯობათ. რა გაქვთ წარმოდგენილი აბა გითხარით დეტალურად, იმიტომ რომ მრავალფეროვანი დახლია. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი ფესტივალი. ძალიან სასიამოვნო და ბედნიერი დღეა ბათუმისთვის და ასევე რეგიონებისთვის. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ზღვის პროდუქტები, ნაირსახეობა, მწვადი, ქათმი მწვადი, ყორი მწვადი. ასევე გვაქვს ფელამუში, ადესას ყურძენს დამზადებული, სახლში გაკეთებული და ჩურჩხელები, ღვინო. ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი აუცილებლად თან უნდა გქონდეს დახლთან რომ დააგემო. ზღვის პროდუქტები გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ რადგან აჭარაში ვარ, სხვა ჩვენს ირგვლივ და რატომღაც კარგ სახეს იჩეს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები, გაიხარეთ თქვენც ასევე. აქეთ არის მომდევნო დახლი, სადაც ქალბატონი ფუსფუსებს, გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ რა გითხრათ თქვენ სივრცეში რა არის წარმოდგენილი? ჩვენ სივრცეში არის აჭარული კერძები, მოიცა? კიდე არის ღვინო, ჭაჭა და სხვადასხვა წვენები, მოკლედ გემრიელი რაღაცები არის. ქედიდან ჩამოვიტანეთ ბაკლავა, კიდე აჩმას ხედავ, წვავთ, რა ვიცი, სიყვარულია კიდე ჩვენს კუთხეში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები. აქეთ წეგან ვაჩვენეთ მგონი ჩვენ კადრში რომ იწვება ტურისტები არიან და ემსახურებიან ჩვენი მასპინძლები, ასე რა ვთქვათ, უხსნიან თითოეული კერძის მახასიათებლებს, ასე რა ვთქვათ, და სთავაზობენ მათ. მე შემიძლია ასევე მოკლედ დაკავებულები არიან თითოეული დახლის მასპინძლები, ამიტომ აღარ შევაწუხებთ ჩვენ და აქვე ხედავთ რომ ვიდეოებს იღებენ ჩვენს სხვადასხვა კერძებთან მოგესალმებით. ვაი, უკაცრავად ხელს აღარ შევუშლით მაშინ. მოდი გავაგრძელოთ და ოპერატორს ვთხოვ რომ თუ არის შესაძლებელი რომ გამომყვეს აქეთ სივრცეში, უშუალოდ ევროპის მოედნის შუაგულში, რომ ვაჩვენოთ რაღაც ნაწილი ჩვენს მაყურებელს. აქვე გეტყვით რომ ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, უпроსტოდ უკვე მოეწყო და ელოდება დამთვალიერებელს და მყიდველს, გამოფენა გაყიდვა სხვადასხვა ნაკეთი ნივთების. ჯერ როგორც ხედავთ კადრში არ არის დასრულებული პროცესი, მიმდინარეობს, ასე რა ვთქვათ, სამზადისი სივრცე. აქ ბავშვებიც არ დავიწყებიათ და აქ არის სივრცე, სადაც თქვენი ბავშვებს შეეძლებათ, რომ სასურველი ნამუშევარი შეიქმნათ მათ სახეზე, მოხატონ, ასე რა ვთქვათ. ოპერატორს ვთხოვ რომ ისევ წამოვიდეს აქეთ. ახლა უკვე მთავარ სცენაზე ემზადებიან იმისთვის, რომ 6 საათზე უკვე თქვენთვის საყვარელი ბენდები შეასრულებენ სხვადასხვა მუსიკალურ ნომრებს. ამიტომ 6 საათიდან უკვე გელოდებით, უკვე ახლა შეგიძლიათ მობრძანდეთ ბათუმის ევროპის მოედანზე და დაათვალიეროთ აქაურობა და გადაეშვათ, ასე რა ვთქვათ, აჭარულ სამყაროში, რომელიც მოწყობილია დღეს 22 სექტემბერს და ხვალ 23 სექტემბერს ბათუმის ევროპის მოედანზე. მე არავის ხმა არ მესმის ყურში, ამიტომ პირდაპირ დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, წამყვანებს და გელოდებით ევროპის მოედანზე. მადლობა ლინდა. სამაგერ ჩვენ გვესმოდა კარგად შედი ხმა და ასე მჟრიამულის ხმა, რომელიც არის ახლა ამ ლოკაციაზე. იგეგმება ძალიან მსუყე ღონისძიებების ნუსხა და ყველანი მივდივართ ერას მოედანზე. თან შორს არ არის ჩვენგან და აუცილებლად გადმოვინაცვლებთ. ბათუმში ფრენბურთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი ჩატარდა. ყველას ვერ ჩამოვთვლით, თუმცა რამდენიმეს გაგაცნობთ. განსაკუთრებით მომეწონა ის სახელები: შავი ზღვის დედოფლები, შავი ზღვის ვარსკვლავები. ფრენბურთი ზოგადად ისეთი სპორტია, სადაც ბათუმი ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა. განსაკუთრებით მახსენდება გოგონათა ასაკობრივი ჯგუფები რამდენი წლის წინ როგორ გვასახელებდნენ და მიმხარეო ეს დრო ბრუნდება ჩვენს ქალაქში. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ფრენბურთზე. ხათუნა გიორგაძე, ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გახლავთ ჩვენი სტუმარი და ასევე ანკა თვაური, ფრენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მოგესალმებით ქალბატონო. ჩემპიონიც ასევე ხო, მიგულოცოთ ანკას. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. დღეს მოგვიყვებით აი ამ ტურნირების შესახებ. მე ბოლომდე არ ჩამოვთვალე, დანარჩენს თქვენგან მოვისმენ.
ერთდროულად გაიმართა ეტაპობრივად უბრალოდ ეს ტურნირები და გამოვლიდნენ გამარჯვებულები ფრენბურთი და ბათუმი. ჩემი აზრით განუყრელი ცნებებია თქვენი დამსახურებით ქალბატონებო. მოგვიყევით ამ ტურნირებზე, მასში მონაწილეებზე ყურადღებით მოგისმენთ. უპირველესად მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ესე ინტენსიურად თქვენ ადევნებთ თვალყურს ფრენბურთს. ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. რაც შეეხება ბათუმს, ზღვას და ქვიშას, ეს არის შერწყმული როგორც და ერთიანებს ფრენბურთს. ეს არის სილამაზე. ბათუმში უნდა გაიმართოს, მე ვფიქრობ, ყველანაირი დიდი ღონისძიებები საპლაჟო ფრენბურთში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ულამაზესი რესურსიც გვაქვს, რა თქმა უნდა, მოედანი გვაქვს, საოცარი მოედანი გვაქვს, ევროპის დონის მოედანი გვაქვს და ყველაფერს უხდება ეს ზღვა, რა თქმა უნდა. და ჩვენი გოგონები და ვაჟები. და ამინდი. ამინდი სხვათა შორის, იცით რა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვიმართლებს. ეს თავარია. ხო, აი, ყოველთვის რაღაცა ესე გვიმართლებს ამინდში. რაც შეეხება ღონისძიებებს, ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ასაკობრივი ტურნირით. ეს იყო ყველასათვის აი ძალიან უყვარდა და აი ისწრაფვიან ჩვენთან ეს არის შავი ზღვის ვარსკვლავები აუცილებლად ვირჩევთ აი გადახედეთ რამდენი ლამაზი სულ შტრიხებია ვარსკვლავების ვირჩევთ ტურნირის ვარსკვლავებს და აქაც ვირჩევთ ტურნირის დედოფალს რაც შეეხება მოწვეული გუნდები ანუ საუკეთესო მოთამაშეს ხო ესე გამოდის საუკეთესო მოთამაშე არის რა თქმა უნდა ვარსკვლავი ხდება საუკეთესო მოთამაშე როგორც ვაჟებში გუნდებში და იცით რა არის ფრენბურთი მაინც ახლა ცოტა კანონიერებაში არ ჩამომათვალოთ სილამაზეა ესეთი ხა ნუ ძალიან სილამაზეა და ძალიან გვიჭირს ხოლმე დედოფლის არჩევა გასაგებია იმიტომ რომ აი გოგონებში ისეთი კონკურენცია არის. თან კარგად უნდა თამაშობდეს, თან ისეთი ესთეტიურადაც უნდა თამაშობდეს. სამ ტურნირში ვერც მიიღებს მონაწილეობას და მე რა მიხარია, იცით, რომ დაინტერესება არის უკვე უცხოური წყვილებიდან, რომ ჩამოდიან ძალიან ბევრი თვითონ მოწვევის გარეშე, ჩამოდიან რეგისტრაციას გადიან უცხოური წყვილები. ამიტომ ჩვენი გეოგრაფია გაიზარდა უკვე. რაც შეეხება ადგილებს ლოკაციას. აი თქვენ ადგილებს დაკავებულ ადგილებს რა ვქნათ ბათუმი ართ მომს პირველობას. აი ლოკაცია რო ახსენეთ, ესეთი კითხვა დამებადა, თქვათ ამინძე რო არ ვიყოთ დამოკიდებული, ხო გვაქვს დარბაზი ინფრასტრუქტურის კუთხით რომ გითხრათ სიახლეებით თუ გვაქვს თქვათ სავარჯიშო პირობები. დარბაზი გვაქვს ჩვენ უნიკალური მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გვაქვს, მაგრამ ეს არის კლასიკური ფრენბურთი და ყველანაირი ამინდის მიუხედავად საპლაჟო ფრენბურთი უნდა ჩატარდეს ღიაცის ქვეშ, ესე რომ ვერ გადაინაცვლებ. თავისი ხიბლი აქვს. ხო, ვერც ქვიშაზე უნდა ჩატარდეს და ვერ გადაინაცვლებ. თუმცა მოსამზადებელი ეტაპები შესაძლოა თქვა. კი, რაღაცა ფიზიკური მზადება და ესა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ გვიწყობს აჭარა ხელს და როგორც კი ამინდებია, როგორც კი სეზონს ვამთავრებთ კლასიკურში, ეგრევე გადავინაცვლებთ ხოლმე ქვიშის მოედნებს. აი ანკასთან გადავიდეთ, რომელმაც წელს მოიპოვა სწორედ შავი ზღვის დედოფლის ტიტული, ხომ და ეხლა თან მივხვდით თუ რამდენ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს და ამ სტატუსის ტარება უდიდესი პასუხისმგებლობა რომ არის უკვე გრძნობთ, ხომ? ანკა, მოდით აი ზოგადად ფედერაციის როლზე მსურს ვისაუბრო, რა როლი აქვს ფედერაციას სპორტსმენის ცხოვრებაში? თქვენი პირადი მაგალითი რომ გაიხსენოთ, როცა არ ვიცი ემოციური ან ფინანსური მხარდაჭერა გაგიწიათ ფედერაციამ და ამით კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს აი ამ ემოციურ მხარდაჭერას ორგანიზაციის მხრიდან. მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ქათუნა მახსენა, ისე როგორც ბათუმშია ფრენბურთი განვითარებული, ალბათ არც ერთ რეგიონში არ არის საქართველოს მასშტაბით. ეს იგრძნობა ყველაფერში, ბავშვების ნაკადიდან წამოსული, დამთავრებული იმით, რომ არც ეგი პირება გვაკლია არასდროს, არც შეკრებები გვაკლია, ყველანაირად ხელი შეწყობა მოდის სპორტის დეპარტამენტიდან და ეს უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ თვალსაჩინოა ყველასათვის, რომ ბათუმელები, აჭარის ნაკრები, როგორც ასეთი არის ყოველთვის უმაღლეს დონეზე მომზადებული. ვიზუალურადაც ეთყობა და ფიზიკურადაც ეთყობა ეს ჩვენ ბავშვებს. იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი ხელშეწყობა ეს არ მოდის მხოლოდ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან ხელშეწყობა და შედეგები, რომელსაც დებენ ჩვენი გუნდები და ეს ოდითგანვე ესე იყო. ჩვენი ბავშვები არ მახსოვს არც ერთი ასაკობრივი, რომ მედალი არ დაგვეკავებინა ან საპლაჟო ჩემპიონატში, ან კლასიკურ ჩემპიონატში.
და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი დამსახურებაა. აი დროსთან ერთად თითქოს სხვადასხვა სპორტის სახეობაც იცვლის, ხო? ხასიათს, რაღაცები უფრო მარტივდება ამ პირიქით რთულდება. საინტერესოა რა მეტამორფოზას გადის კონკრეტულად ფრენბურთი და ფეხს როგორ უწყობს ძალიან შეცვლილია ზოგადად როგორც ასეთი ფრენბურთის დონე, იმიტომ რომ адრე იყო უფრო ტექნიკაზე აწყობილი თვითონ სპორტი და ეხა უფრო სანახაობა, შოუ და უფრო ფიზიკაზე არის აწყობილი. ანუ ადრე რომ შეგეძლო უბრალოდ ფრენბურთის მწვრთნელს შეეძლო ამ მთელი მზადების პროცესის დაგეგმვა, ეხა აუცილებლად ფიზმომზადებაც ჩართული ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ნუტრიციოლოგებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, ანუ სწორი კვება უკვე სხვანაირად ექცევა ყველაფერს ყურადღება, თუ გინდა რომ დიდი სპორტსმენი გახდე როგორც ასეთი და რა თქმა უნდა ჩვენთან ჯერ საქართველოში არ არის მაგდონეზე ასული ფრენბურთი, მაგრამ იმედოვნებ რომ აუცილებლად იქნება და სხვანაირად მიექცევა ამ ყველაფერს ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან სხვა დონეზეა გადასული უკვე. აი რა გაკლიათ კონკრეტულად, მოდით აი მსოფლიო მასშტაბით შევაფასოთ, რომელი ქვეყნები დგანან ავანგარდში არიან ჩვენთვის მისაბაძები და რამდენი ნაბიჯი გვაკლია ამ ქვეყნებამდე. ნაბიჯი ზოგადად გვაკლია დაუშვათ, იცით, იმიტომ რომ აი ნახეთ რაოდენ ხმამაღალი ნათქვამი არის, მაინც იმაღლეა საჭირო ფრენბურთში. ეს კი გენეტიკასთან, გენეტიკა, ერის გენეტიკა. კი. მაგრამ ნახეთ არის შემუშავებული ესეთი სტრუქტურა, რომ ის დაუშვათ ტანდაბალე მოთამაშე, ესე რომ ვთქვათ, ტოლსარუდებს მაღალ მოთამაშეს. ესეც არის, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი შრომა, უფრო მეტი შრომა არის ჩასადები, ვიდრე დაუშვათ ტანადი მოთამაშე იქნება. მაგრამ აი იცით რა არის, ახლა ვერ გეტყვით რომ ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ არ ძალიან შორს არა ვართ. ანუ ნაბიჯ მიყვებით ამას ყველა. ანუ ბავშვის მიღებისას ითვალისწინებთ ალბათ ეს მშობლების გენეტიკას, სადაც იმიტომ წინ სწრებით ხომ არავინ იცის დაუშვათ 6 წლის ბავშვი რა სიმაღლის გაიზრდება და თავი რო დაიზღვიოთ ფედერაცია. ყველას ვიხებთ. ყველას. აი, ნახეთ ბავშვი რო შენამდე მოდი, შენ იმას ხას ვერ გაუსმევ, რომ დაუშვათ ვერანაირად. თან შესაძლოა ხელი შეუწყოს მომავალი ზრდისთვის და განვითარებას. მე არსებობს ისეთ კლასიკური ფრენბურთი, აი ქვიშის ფრენბურთი არის, თოვლის ფრენბურთი არის ხა სხვადასხვა ბავშვენ ვერ ეტყვი, რომ დაუშვათ აი მაღალი ვერ გაიზრდები და არის ლიბერო, არის რაღაცა ფუნქციები, არის რაღაცა ესეთი რაღაცები, რომ ყველა მის ადგილს მაინც ნახავ დაუღალავი შრომის შედეგად. კულტურული ნორმები დაცვა. აი ანტა არის ჩვენს ქალაქში ბათუმში გოგონათა შორის წარმატებული სპორტსმენის სახე, ხო? საინტერესოა ეს ტენდენცია, რომ ბათუმში საკმაოდ პოპულარულია ფრენბურთი გოგონათა შორის. ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ტენდენცია, სოფლიოშიც ასია, რახან ქალბატონ მახართუნამ როგორც ახსენა, რომ ეს თქვა ესთეტიკასთან ასოცირებული სპორტია, თუ თქვა არის თქვა ვაჟებშიც პოპულარული, საინტერესოა ამ თემაზეც რომ ვისაუბროთ. იცით როგორ არის, ვაჟებში პოპულარულია, ოღონდ ცოტა გვიანი ასაკიდან, ალბათ როცა სხვა სპორტის სახეობებში წარუმატებლები ხდებიან ვაჟები, მერე უკვე ინტერესდებიან ფრენბურთით და ეს რა თქმა უნდა შედეგებიდან გამომდინარეც არის ჩვენ არც ასაკობრივს, არც ეროვნულ ნაკრებს მამაკაცების ძალიან დიდი ხანია წარმატებისთვის არ მიუღწევია და ეს რა თქმა უნდა პოპულარობაზე ძალიან მეტყველებს, იმიტომ რომ შევხედოთ კალათბურთს როგორი შედეგები აქვს და შევადაროთ ფრენბურთთან, ჩვენ ფიზიკურად კონკურენციას ვერ ვუწევთ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ქალ ფრენბურთელებს რაღაც ასე თუ ის წარმატება ქონიათ ჩემ მაგალითზე არ ვიტყვი, ახლა ვიცით ყველა მანა კალანდაძე, რომელიც თურქეთში თამაშობს, საკმაოდ პოპულარული გახადა ფრენბურთი გოგონებს შორის, იმიტომ რომ ეს სწორედ მათ თაობას მოუწია ეს საზღვარგარეთ თამაში გახდნენ, ასე ვთქვათ, ქართველი ვარსკვლავები და მე მგონია, რომ მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა. მე როგორც ასეთი ბათუმში რაღაც წვლილი მიმიძღვის და მქონია შედეგები და დარბაზმაც ძალიან დიდი ხელი შეგვიწყო იმაში, რომ ამ ხელა ნაკადები მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ ხელა რესურსი იდება იმაში, რომ ფრენბურთი გახდეს პოპულარული, იმიტომ რომ არც ერთ სხვა სპორტის სახეობას, როგორც აღნიშნე, არ აქვს ესეთი ხელშეწყობა ჩემი აზრით ახალგაზრდებში. ხა ვინც სტადიონებზე ვარჯიშობს, რა თქმა უნდა, ცოტა სხვანაირი მიდგომა აქვს, ფეხბურთს რა აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ დახურული სპორტის
დარბაზი გვაქვს იმხელა, რომ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამდენი ბავშვი ვავარჯიშოთ. და ზამთარშიც აქტიურად გააგრძელოთ ვარჯიში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სპორტსმენი ყოველთვის იყოს ტონუსში. აი, ფილოსოფიაზეც ვისაუბროთ სპორტის ამ სახეობის, ხომ? ყველა სახეობას თავისი რაღაცა წამსი აქვს, მორალი აქვს, ზოგი სულიერებას ავითარებს, ფიზიკურობას ავითარებს. აი, რა არის ფილოსოფია ფრენბურთის გითხარით გაგვიზიარეთ თქვენთვის? ფილოსოფია არის მთელი. იცით, აქედან დავიწყოთ, რომ გუნდური სპორტი საერთოდ ანვითარებს ბავშვის მაგალითიდან ავიღოთ. ბავშვს ანვითარებს ყოველმხრივად. მეგობრობას სწავლობს, ურთიერთგატანას სწავლობს. აი რა გითხრათ, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთ მუჭად შეკრული 6 მოთამაშე ხო თამაშობს, იმდენად უნდა შეერწყოს ერთმანეთს, რომ ერთი მოთამაშეთ იქცეს. ამიტომ აი ყველანაირად ანვითარებს იმ აი დადებით და იმ სასიამოვნო მოვლენებს, რაც კი შემდეგ ცხოვრებაში გამოგადგება. ურთიერთგატანა, ატანა, მეგობრობა, ერთი მუშტად შეკრა. ანუ არ ვიცი, ხა იცი ფრენბურთზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო, უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო დადებით მხარეებზე. ესე რომ აი სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ, მაშინ კონკრეტულად რას გეკმავთ მომავლისთვის, რა იქნება შემდეგი ტურნირი, საინტერესოა. შემდეგი ტურნირი გვექნება ტრადიციული, ანუ ჩვენ აჭარის ფედერაციის კალენდარში გვაქვს ჩასმული ესე ტრადიციული ღონისძიებები. ეხლა იგეგმება უკვე ზამთარში, ზამთრის თასი, ოღონდ ეს უკვე კლასიკური ფრენბურთი იქნება, ეგეც ასაკობრივი. ამის შემდეგ უკვე იანვრიდან ახალი ბიუჯეტია, ახალი კალენდარია და უკვე როგორ დავგეგმავთ მაგას ჩვენი გუნდით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ მაგასთან დაკავშირებით და სექტემბრიდან ახალი სეზონი იწყება, კლასიკური ფრენბურთი აგრეთვე უმაღლესი ლიგა იწყება. საქართველოს ჩემპიონი. კი. იმედია ასაკობრივი ჩემპიონატებიც ჩატარდება, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებული გუნდი ყავს და რომელ ადგილზე გავედით პირველ ბათუმი გოგონები ჩემპიონები გახდნენ, ვაჟები მეორე ადგილზე. შესანიშნავი მოქმედი ჩემპიონებია. საინფორმაციო მხარდაჭერას ამ მთელ სრულ პროცესში გვპირდებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა გვახარებს თქვენი წარმატება. დღეისათვის სულ ეს იყო დროა ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ დროებით ხვალამდე. მადლობა თქვენ.